მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში ტრადიციულად ჩემს გამომწერებს და შემდეგ ყველას, ვინც ისმენთ ამ რომანს და მიყვებით. მე თავიდანვე ვიცოდი, რა თქმა უნდა, ამას დიდი წინასწარმეტყველება არ ჭირდებოდა, რომ დაახლოებით 3,000 ადამიანი იქნებოდა. ჩემი ისეთი მსმენელი, რომელსაც მე ფაქტიურად დავინახავდი როგორ, ახლა მე ვერ ვხედავ ვინ იწონებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი აფიქსირებს იმას, რომ მომყვება რომანის კითხვის დროს. ეს ქალბატონები ძალიან კარგი ადამიანები არიან, ქალბატონ ლენას აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბოდის მოუხდი, იმიტომ რომ ძალიან გადაქანცული ვიყავი და თან ახლობლები მყავდა გუშინ და ვერანაირად, ვერც ფიზიკურად და ვერც ისე ვერ შევძლებდი ჩაწერას. დღეს გავაკეთებ ამას, ძალიან მიხარია, რომ ესე იგი ელოდებით ამას. მეორე რა არის, იცით, მე მინდა იმ ადამიანებს უთხრა ძალიან დიდი მოკრძალებით, იცით, აი ისეთ კომენტარებს ნუ დაწერთ, რომელიც ცოტა გულს მატკენს, ეს ერთი და მეორე ნუ იკითხავთ აი მწერალმა რა იფიქრა, ეს რატომ არის ასე, ის როდის იქნება, იყო თუ არა, შემდეგ აი ამ კომენტარებს როდებთ, რა არის იცით, მე ხა როდესაც ვკითხულობდი განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ვკითხულობდი ხოლმე წიგნებს, მწერლები, რომლებსაც მე ვკითხულობდი, მაშინ ცოტა იშვიათობას წარმოადგენდა, ესე იგი ის მწერლები 99% გარდაცვლილი იყო და მე კითხვაც რო დამბადებოდა ამ ნაწარმოებში რაიმეზე, მე ვალდებული ვიყავი თვითონ ამომეცნო ჩემი გონებრივი შესაძლებლობებით თუ რა იგულისხმა მწერალმა და მე ხო ვერ შევეკითხებოდი იმ მწერლებს, რომლებიც არიან თანაც ახლა უმრავლესობა მათი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ხო? რომც ყოფილიყვნენ ცოცხლები. აქედან გამომდინარე, იცით, ნაწარმოები რო დამთავრდება, მეტნაკლებად ყველაფერზე გაეცემა პასუხი და ერთი ის არის, რომ მე გიყვებით ამბავს, რომელსაც მე უბრალოდ მხატვრული ფორმით გადმოგცემთ და რიგ შემთხვევებში ზუსტად ისე გადმოგცემთ, როგორც იყო. ასე მაგალითად ახლა ვერ შევადრი მე ამას ახლა, მაგრამ უბრალოდ რო გითხრათ, იცით რა არის, ყველა ადამიანს თავისებურად ესმის, ამიტომ არის, რომ სხვადასხვა ჟანრის მკითხველი არსებობს. აი ასე მაგალითად ახლა სახარება მაგალითად დაახლოებით 70-80% ალეგორიული ხასიათისაა. იმ ალეგორიაში კი არსებობს რაღაცა დოგმატური წესები, დოგმატური გაგება, რომელიც წმინდა მამებმა დაადგინეს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი აზროვნებით იგებენ ამა თუ იმ რაღაც უფლის ნათქვამს და გაკეთებულ საქმეებს. ასე რომ, აი, როდესაც მწერალი წერს რაიმეს, იქ ამომწურავად უნდა იყოს ყველაფერზე პასუხი და თუ ადამიანი ვერ გებულობს, მაშინ ჯობია რომ თავი დაანებოს. იმიტომ რომ რაც შეეხება ახლა ანტონის ერთი მინდა ხაზი გაუსვა, ეს ბოროტული ფორმას ნუ აღიქვამთ, რომ ანტონმა ბოროტება ჩაიდინა. რა არის იცით, როდესაც ახლა მე ხო წმინდა მამათა ცხოვრებას არ გადმოვცემ, კაცო, მე გადმოვცემ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას, თანაც ახალგაზრდა ადამიანის, რომელიც ესე იგი ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ გაბოროტებულიყო, ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ არაადეკვატური გამხდარიყო. თქვენ მომყევით ახლა და ნახავთ რები გადაიტანა ამ ადამიანმა და მანამდეც ნახეთ, ხო? რა შეჰყარა ესე იგი საბჭოთა სისტემამ და რომც ჩაიდინოს ისეთი ფორმის რაღაცა საქციელი, რომელიც დაუშვათ ვინმე ბოროტება დააღიქვამს ამას, ეს რაღაცაში გამომჟღავნდება თვითონ თავის დამოკიდებულებით, ანტონის დამოკიდებულებიდან გამომდინარე გაიგებთ ამას, ჯერ დამთავრდეს წიგნი და შემდეგ გამოიტანეთ დასკვნა, ეს ბოროტებაში ჩაუთვალოთ, არ ჩაუთვალოთ. მე კი წინ გეტყვით, რომ ეს კიდე გეუბნებით არ არის წმინდა მამა, ეს ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ესე იგი მოექცა საშინელი წნეხის ქვეშ და მიმდინარეობს ამისი დაუნდობლად გაშოლტვა, ასე ვთქვათ, სულიერად თუ რა ვიცი, ყველანაირად.
და ნახავთ თქვენ რომ ეს ამ იგნორში რომელშიაც ესე იგი ფაქტიურად ყველანაირად უნდა განადგურდეს ადამიანი, ნახავთ რომ ბოლომდე შეინარჩუნებს თავის საღაზროვნებას და რა სიტყვის ამასთან დაკავშირებით და რეები მოხდება, აი თუნდაც რასაც ბოროტებად უთვლით ანტონს, არა, შემდეგ აი მომყევით მე და ნახოთ ერთად ახლა მე მწერალი ვარ კაცო ამის და ეს სიუჟეტი რომ მომეწონა და ეს რომ დავინახე რომ დასაწერი იყო, ამიტომ დავწერე თორე შიგრო ყოფილიყო ახლა სიბოროტე, გარყვნილება და მამაპატია და მამაძაღლობა ამას ხომ არ მოუკიდებდია რა ხელს. არა ვარ ის კაცი რა, არ ვიცოდე რას ვწერ. ადამიანებს სამი ფურცლის და რაღაცა პატარა თემის დაწერა უჭირთ იმ უნივერსიტეტში რო შედიან თავისუფალი თემას ვერ წერენ და მე ამ ხელა წიგნს გიკითხავთ, ესე იგი რაღაცა მივალთ ბოლოში რაღაცას მოუყრით თავს, ხო? და იქიდან გამოიტანეთ დასკვნა. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, იქნება მწერალი არ არსებობს, კაცო, და იქნება მკვდარია, რა უნდა ქნათ მაშინ, კაცო. ასეთი შეკითხვები, რომელიც შეიძლება თვითონ ამოხსნათ, მე ნუ დამისვავთ ამას. თქვენ თვითონ ამოხსნით ამას, მე მოგცემთ ამის საშუალებას. ახლა კი გავაგრძელებ და კიდევ და კიდევ მადლობას გადაგიხდით. თქვენც კი არ გკითხავთ, ვინც ამ შეკითხვებს მისვავთ, მაგრამ უბრალოდ გაფრთხილებთ, თქვენც ჩემ მოყვასი ხართ, მოყვასად აქვთ კაცო და თუ რომელიმეს არ გსურთ და არ მოგწონთ ნაწარმოები, კიდევ ვიმეორებ, სხვადასხვა მკითხველი არსებობს, სხვადასხვა გაქანები, ზოგს გარყვნილება მოსწონს, ზოგს დეტექტივები მოსწონს, ახლა დეტექტივებიც მაქვს მე, მაგრამ ზოგს რა ვიცი, სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები მოსწონთ, ხო? აქედან გამომდინარე, კიდე გეუბნებით ერთხელ, რომ დავაკონკრეტო, მე მოგითხრობთ ნამდვილ ამბებს, რომელსაც უბრალოდ მხატვრულ ღირებულებას ვძენ, როგორც მწერალი, როცა საკითხად გაგიადვილდეთ და აღსაქმელად. მეტი მე არაფერი დანიშნულება არ მაქვს. ასე რომ ამაზე არ მინდა რომ ბევრი ვილაპარაკო, დავამთავროთ ამაზე, ყველას კიდე გეუბნები რა, მადლობას გიხდით, ვინც ისმენთ ამას, მაგრამ თუ კიდევ და კიდევ ვინმეს ეს არ მოგწონთ და ვერ აღიქვამთ ამას, მაშინ რა ვიცი, როგორ გითხრათ, მაშინ მოისმენთ. აი ეგერი ჩემი თხოვნა, მოწიწებით გთხოვთ ამას და მოკრძალებით. მეტი მე არ ვიცი. სხვა ფორმა არ ვიცი და ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და ღმერთმა ყველას გაგიმარჯოთ, კაცო. ვის რა მოგწონთ ის მოისმინეთ და ის გააკეთეთ. ასე რომ განვაგრძობ მე, გაუგებარი რა თქმა უნდა არაფერი არ არის, როცა მეკითხებით რამეში, მაგრამ არსებობს კითხვები, რომლის პასუხიც მე არ უნდა გავცე იქ, იმიტომ რომ ჯერ ვკითხულობ ამას და იქნება და გაეცეს იმ რა ქვია, წიგნში პასუხი ამ ყველაფერს. თუ არა და კიდევ გეუბნებით და კიდევ ერთხელ გიკონკრეტებთ, მე არ ვწერ წმინდა მამებზე. ამ შემთხვევაში მე ვწერ ჩვეულებრივ ახალგაზრდა ადამიანზე, რომელიც არის აბსოლუტურად მარტო და სადაც მარტო არის, იქ ეშმაკია ყოველთვის და აი ეს ეშმაკი ცალკე ებრძვის, სისტემა ცალკე ებრძვის და აი ეს თავის მარტოობა და ეს, ადამიანს ყოველთვის გადაიყვანს ჭკუიდან, მაგრამ რასაც ანტონი აკეთებს, მიუყვეთ რა ბოლომდე იქნება და სადღაც ვნახოთ ის პასუხი, კაცო. გავაგრძელებ ახლა მეც თავს არ შეგაწყენთ და კიდევ არავის არაფერი არ გეწყინოთ, თუ რამე ისე ვერ გითხარით, მე მომიტევეთ და მომისმინეთ. ასე რომ განვაგრძოთ. 3 დღე იფიქრა ანტონმა თუ რა ფორმით გაეგრძელებინა ცხოვრება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველ რიგში მუშაობა უნდა დაეწყო. უმუშევრად დიდხანს არავინ გააჩერებდა და ამით აუცილებლად დაინტერესდებოდა მილიცია. სანამ ეს მოხდებოდა და ამის გამო გაფრთხილებას მიიღებდა, მანამ თავად უნდა მოეძებნა რამე, ესეც არ იყოს დედის დანატოვარი ფული, მალე გამოელეოდა და ამის საჭიროება მაინც დადგებოდა. მისი ასეთი გადაწყვეტილება სიცოცხლის გაგრძელებასთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში სამმა მთავარმა ფაქტორმა განსაზღვრა. პირველი და უმთავრესი იყო იმის რწმენა, რომ ნინა მაქსიმოვნა ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდა.
ეს მოლოდინი ასრულებდა იმ გონებრივი ძალების ლოკომოტივის ფუნქციას, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ის ცოცხალი იყო. ამას მოსდევდა მეორე იმედი, რომელიც არწმუნებდა, რომ კაციაც მოძებნიდა როდისმე. რამე თუ ასეთი სიყვარული მისი აზრით არ შეიძლებოდა უკვალოდ გამქრალიყო, ხოლო მესამე ფიქრი, რომელიც აქტიური მოძრაობით ყოველთვის თავს ახსენებდა, ეხებოდა მამას, რომლის გონებრივი თუ რეალური შესაძლებლობები მის წარმოდგენაში მაინც გაივლიდა მშობლიური გრძნობის ზღვარზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მესამე დამატებითი ძალაც ამოქმედდებოდა მის დასახმარებლად, ასე რომ ანტონი მარტოდ აღარ გრძნობდა თავს და ასეთ ყოფაში მას შეიძლებოდა მხოლოდ ცოტა ხნით მოხდენოდა ცხოვრება. მანამდე კი უნდა დაევიწყებინა ყველა და ყველაფერი, მუშაობაზე აეღო აქცენტი და იმედით დალოდებოდა მომავალს. 1 საათის წინ სახლიდან გამოსულ ანტონს შრომითი მოწყობის ბიუროს უფროსთან შესვლის რიგმა მოუწია და მისი კაბინეტის კარი სახელური ფრთხილად დასწია. შეიძლება, იკითხა მან, როდესაც კარი შეაღო. მობრძანდი გენაცვალე, უთხრა გრძელი მაგიდის თავში მჯდარმა შუახნის მამაკაცმა და თავისთან ახლოს მდგარი სკამისკენ მიუთითა. გაბრძანდი და მოგვახსენე? რამ შეგაწუხა ეს ჟანგუნით სავსე ადამიანი, შეღიმა ბიუროს უფროსმა და ინტერესით მიაჩერდა. სამსახურის მოძებნაში მჭირდება თქვენი დახმარება, უპასუხა სავიჩევმა, როცა სკამზე დაждდა. ჯერ ახალგაზრდა ხარ, განათლება არ გექნება, ალბათ სადმე თუ სწავლობ, უნდა ანდა გიმუშავია თუ არა როდისმე, კითხა უფროსმა და დაელოდა მის პასუხს. არა, სწავლით არ ვსწავლობ და არც მიმუშავია სადმე. თითქოს სინანული წარმოთქვა ანტონმა. რატომ სწავლა არ გიყვარს თუ ვერ მოხვდი ვერსად? ცინიკურად კითხა კაცმა. სავიჩევმა ზედმეტად სერიოზული სახით შეხედა მას, რასაც მოაყოლა კიდეც მძიმედ ნათქვამი სიტყვები. მე ბატონო სამუშაოს მოძებნაში გთხოვეთ დახმარება. ბიუროს უფროსი გაუხერხულდა, მაგრამ საკუთარ მდგომარეობა გამოიყენა და მისგან ბოძებული პოზიცია მთლიანად არ დათმო, რითაც ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნა ცინიკური იერი. სამსახური? გაიმეორა მომღიმარი სახით და მაგიდაზე აქეთ-იქით გაფანტული ფურცლები ერთად შეაგროვა. სამსახურები ჭირს, განაგრძო მან, მაგრამ შენთვის არის ერთი კარგი სამუშაო. ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო გუშინ და იქ შემიძლია გაგაგზავნო. ფურცლების მილაგებას მორჩა, ხელები მაგიდაზე დაწყო და ანტონს უკვე ჩვეულებრივი ჩინოვნიკის გამომეტყველებით შეხედა. მშენებლობაზე თავისთავად მძიმე იქნება სამუშაო, ჩაილაპარაკა თავისთვის ანტონმა, ცოტა მუხლები მაწუხებს და შეიძლება ვერ შევძლო. რას ამბობ, კაცო? ხელები გაშალა, თვალები ფართოდ გაახილა. ვინმემ რო შემოქმედოს ისეთი აღნაგობა სიმაღლე და გამომეტყველება აქვს, 10 ადამიანი ვერ დაგძლევს და 10 კილოგრამიანი ვედრო გაშინებს? არ გადამრიო. თუ ძმა ხარ, კალამი მიაგდო უფროსმა მაგიდაზე და ისევ ფურცლების თვალიერებას მოხვა. კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ჯარიდან გამომყვა ეს დაავადება და არ ვიცი ასეთ დატვირთვას გაუძლებ თუ არა. ჯერჯერობით სხვა სამუშაო მაინც არ არის და სად იქნებ შეძლო. შემრიგლებული ტონით უთხრა ბიუროს უფროსმა და ამ ბოლო წინადადებით თითქოს თავისი უტაქტო ქმედებაც გამოისყიდა, რადგან დროზე შენიშნა, რომ ანტონის სახით განსხვავებულ ახალგაზრდასთან ჰქონდა საქმე. ამიტომ მიმართვაც უჩუმრად დაუწერა, მისამართიც გარკვევით წაუწერა ფურცელზე და თან აუხსნა კიდეც ზუსტად სად მდებარეობდა ობიექტი. ისიც აღუთქვა, რომ თუ კარგი სამსახური გამოჩნდებოდა, აუცილებლად შეატყობინებდა. ბოლოს გულთბილად დაემშვიდობა და წარმატებები უსურვა. სავიჩევამ შენებარე ობიექტსაც იურად მიაგნო და იქ ყოფ სამუშაო მწარმოებელსაც, რომელსაც ახალი მუშა თავის მიმართვასთან ერთად ობიექტიდან 20 მეტრში სახელდახელოდ გაკეთებულ ოთახში მთავარ ინჟინერს წარუდგინა. ესე რა წარმოთქვა აღფრთოვანებულმა მთავარმა ინჟინერმა, როცა ანტონ სავიჩევი შეათვალიერა, სულ მომხრჩვალი და გადასავათებული ხალხი მოდის აქ სამუშაო და ძლივს არ ვეღირს, ჯანიან კაც? ჩაილაპარაკა კმაყოფილმა ინჟინერმა და მაშინვე გააფორმა სასურველი მუშა. ახლა კარგად მომისმინე, უთხრა ანტონს, თავისი სკამიდან წამოდგა და მის სიახლოვეს ჩამოჯდა. მე ერთი შეხედვით შემიძლია შევაფასო ადამიანი და გეტყვი, რომ შენ ძალიან კარგ თვალზე შემოგხედე. ჭკვიანი ახალგაზრდა ჩანხარ და ვიცი, რომ შენთან მუშაობის პრობლემა არ მექნება. მარტო ის მითხარი,
თუ გიმუშავია სადმე? არა, არასოდეს მიუღო სავიჩევმა. გასაგებია, ცოტა ხნით თავი დახარა ინჟინერმა და განაგრძო. ამიტომ დავიწყოთ ნელი ტემპით. ეს არის სამუშაოთა მწარმოებელი და ძირითადად საქმე გექნება მასთან. ხელით მიუთითა თავის გვერდით ვდგარ კაცზე. კი, სანამ აქ მომიყვანდა, უკვე გავეცანით ერთმანეთს. ღიმილით შეაგება ანტონმა. ხოდა ძალიან კარგი. ახლა გაყვები მას საწყობში. იქ ყველანაირი უნიფორმებია და რომელიც შენ მოგერგება და მოგეწონება, ის აიღე. თუ რამე პრობლემა იქნება და გენდომება, რომ მე მითხრა, ყოველთვის შეგიძლია რომ ნახო. მივეჩვიოთ აქაურობას, ცალკე მუშაობას და მოკლე ხანში, კარგად რომ გაერკვევი ყველაფერში, ბრიგადირად დაგაწინაურებ. ამას წინასწარ მე არავის ვეუბნები, თუმცა იშვიათად რომ ვინმე მომეწონოს, შენ გექნება ყველანაირი პრივილეგია, რაც მუშას შეიძლება რომ ჰქონდეს. დანარჩენი სხვა დროს ვილაპარაკოთ. ფეხზე წამოდგა მთავარი ინჟინერი და სავიჩევს ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა. სამუშაოთა მწარმოებელმა ანტონი საწყობის გამგეს რომ წარუდგინა, იქ რამდენიმე ადამიანი კიდევ იმყოფებოდა, მათ შორის სამი ახალი მუშა, რომლებსაც ტანსაცმელი უკვე აღებული ჰქონდათ და იქვე ირგებდნენ ტანზე. ანტონმაც ამოარჩია თავისი ზომის უნიფორმა და მათ გვერდით დაიწყო ჩაცმა. ის გარეგნობით წარმოსადეგი ახალგაზრდა იყო და ამიტომ ყველა იმ თვალით უყურებდა, რა გაუჭირდა ამ ბიჭს ამისთანა ასეთი მძიმე სამუშაოთი, რომ იწყებს ცხოვრებასო. იმ დროისათვის არსებობდა ფაბრიკა-ქარხნები, სადაც ძირითადად თანამედროვე ახალგაზრდები საქმდებოდნენ. აქ კი მოდიოდა შუახნის მუშაობაში გამოწყობილი ხალხი, რომლებსაც უფრო მეტი ანაზღაურება სჭირდებოდათ ოჯახის გამოსაკვებად და შესანახად. აი ამ საზომით უყურებდა ყველა და არც ერთ მათგანს წარმოდგენაშიც კი არ შეეძლოთ ეფიქრათ სინამდვილეში ვინ იყო მათ წინაშე. მეტიც, ვინმეს რომ მათთვის ეთქვა კიდეც მუშის ფორმაში ჩასმულმა ამ პატარა ბიჭმა რამდენიმე დღის წინ ნახევარი ძალით შემოკრა საბჭოთა სისტემას და კინაღამ რესპუბლიკის საქართველოს კომუნისტური ელიტა დაშალაო, არავინ ირწმუნებდა. ამის შესახებ მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა და ისის თვითონ ამოხსნა, როდესაც ალექსანდრე თვალავაძის თავს დატრიალებული ამბავი უნივერსიტეტში მიიჭრა და იქ მომსახურე პროფესორ მასწავლებლებმა ეს მოისმინეს, კოლეგებს გამოეყო პროფესორი ჯიმი ჯავახია, რადგან რატომღაც მაშინვე აბიტურიენტი ანტონ სავიჩევი გაახსენდა. მან ზედმიწევნით აღიდგინა მასთან საუბრის დეტალები და განსაკუთრებით თავისი ნათქვამიდან ორი მნიშვნელოვანი რამ. შენმა ჩამჭრელმა პროფესორმა თვალავაძემ ჭადრაკის სვლებიც კი არ იცისო და მეორე ჭავჭავაძის 2 ნომერში უნივერსიტეტის წინ სასახლე წამოჭიმაო. აი აქედან დაასკვნა მან, რომ ალექსანდრეს სახელი ჭადრაკის ამოცანების ამომხსნელი და პრიზის ამღები ერთადერთი ანტონ სავიჩევი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ეს ეწოდინება მას მთელი ცხოვრება და მისი პირიდან ვერასოდეს გაიგებს ვინმე, მაგრამ ერთია ადამიანის და თუნდაც უარყოფითი პიროვნების ასეთი ფორმით განადგურებაში უნებლიო მონაწილეობისათვის სინდისის ქენჯნა ბოლომდე მაინც შეაწუხებს. საღამოს 5 საათი სრულდებოდა. მუშაობით დაღლილი ანტონი ავტობუსით სახლში ბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალზე მომქანცველი იყო, ამით გამოწვეული უკმაყოფილება მის სახეზე არ ჩანდა. ამის მიზეზი მთავარი ინჟინრის მისდამი მოპყრობა გახდა, რომელსაც აგვერძნობინა, რომ ის ვიღაცას სჭირდებოდა, ასე რომ თუ დილით გამოსულ ანტონს სიცოცხლის გაგრძელების გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და მის ამ გადაწყვეტილებას განსაზღვრავდა არგუმენტირებული მიზეზები, გონებაში ოპტიმისტური და პესიმისტური გრძნობების თანაბარი დავა მაინც აღენიშნებოდა. აი ასეთი სულიერი ფონით გამოვიდა სახლიდან და დაადგა დღევანდელ დღეს, რომელიც თავისი მნიშვნელობით ორივე გრძნობის ბიზგი შეიძლებოდა რომ გამხდარიყო ბედმა ოპტიმიზმისკენ დაქაჩა სასწორი, რომლის ერთ პინაზე მთავარი ინჟინრის გამოსახულება გარკვევით მოსჩანდა. მეორე დილას გამთენიისას გამოეღვიძა ანტონს.
გაღვიძებისთანავე შეავლო თვალი ფანჯრიდან შემოჭრილ ალიონს და ფეხზე წამოდგა. აქამდე თუ აცდიდა ხოლმე თავს გაფხიზლებას და მხოლოდ ამის შემდეგ დგებოდა საწოლიდან, ახლა მკვირცხლად წამოიჭრა და სწრაფ ტემპში დაიბანა ხელპირიც, ჩაიცვა კიდეს და საუზმედ სწრაფად მოამზადა. ეს იმიტომ, რომ მანამდე მისი გონება ძირითადად წარსულის განსჯით და მომავალზე ფიქრით იყო დაკავებული, რაც მისგან მსგავს აქტივობას არანაირად არ მოითხოვდა. მისი ასეთი ქმედება კი განპირობებულია მის ცხოვრებაში აწმყოს ჩართვით, ანუ რეალობის ფეხის აწყობით. ერთი შეხედვით მან ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხალხში გავიდა და მომაბეზრებელ მარტოობაზე უარი თქვა. გაცილებით საინტერესოდ მოსჩანდა მისი პასუხი ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, როცა ამის ახსნას საბჭოთა წესების აღსრულების აუცილებლობით ცდილობდა. ყველა შემთხვევაში ანტონის ნებაყოფლობითი დანებება კომუნისტურ რეჟიმთან იმ მოტივით, რომ ასე ცოტა დროს მოკლავდა და მიზანს უფრო დაუახლოვდებოდა, თავის მოტყუება იყო მხოლოდ მან თავის წარსულზე აღმოცენებული სტიმული და მასზე დაფუძნებული მიზანი ამგვარი აწმყოთი შეაზავა, რომლის საფასურადაც მეტი სულიერი სიმშვიდე მოიპოვა. არც გაემტყუნებოდა, რადგან ისიც ადამიანი იყო და უბრალოდ დაიღალა. ულმობელი ცხოვრება კი ხვალიდან მთელი სისწრაფით დაიძვრებოდა წინ და ყოველი მისი დღე ქანს გამოლეულ ანტონს ფიქრის უნარს წაართმევდა, რითაც ნელ-ნელა და შეუმჩნევლად დააშორებდა თავის ოცნებად ქცეულ სიყვარულს. ჯერ კიდევ არ იყო ადამიანების მიმოსვლით ქუჩა გადატვირთული, როცა დილა ადრიან სახლიდან გასული სავიჩევი ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. ის მიდიოდა მხნედ და სახეზე ეტყობოდა, რომ სიხარულით მიიჩქაროდა სადღაც. დიახ, ასე იყო, რადგან ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მას არც კლასელები, არც მეგობრები, ნაცნობები და მეზობლებიც კი არ ეკონტაქტებოდნენ, თუ არ ჩავთვლით იმ ფარულად ნასროლ მისალმებას ვინმესგან, ან აუცილებლობით გამოწვეულ მეზობლურ ურთიერთობებს. მისი ერთადერთი დამლაპარაკებელი და ხმისგამცემი იყო თავისი კარის მეზობელი მოხუცი ქალბატონი, რომელსაც დედის გარეშე დარჩენილი ყმაწვილი ეწოდებოდა და ხშირად ცხელი საჭმლით ხელში სტუმრობდა მას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სიხარულით წავიდოდა სამსახურში, სადაც ერთობთბილი და კონტაქტური ადამიანებით დაკომპლექტებული კოლექტივი ეგულებოდა. მისთვის ახლა ყველაზე მთავარს ადამიანებთან ურთიერთობა წარმოადგენდა და სრულებით არანაღლებდა პირველი სამუშაო დღის შემდეგ ატკივებული კუნთებისაგან გამოწვეული დისკომფორტი. ასეთ ვითარებაში გავიდა 6 თვე. ამ დრო მის ესწრაფად გაირბინა, რომ ანტონმა თავისი ცხოვრების რადიკალური ცვლილება ვერც კი გაიაზრა. ამაში საოცარი არაფერია, რადგან სიცოცხლეს შინაარსი მხოლოდ მაშინ ეძლევა, როცა მისი მესაჭე თვითონ ხარ. მის ზიგზაგებს თავად შეიგრძნობ და დაბრკოლებების გადალახვას საკუთარი უნარით ახერხებ. ხოლო მაშინ, როდესაც ხსენებულ მესაჭეობას თმობ და ულოკომოტივოდ ინერციით მოძრავ ეშელონში ნებით ერთვები, შენში აზროვნების ადგილს რეფლექსი და ინსტინქტი იკავებს, რაც საბოლოოდ ადამიანის ფორმის ცხოველად გაქცევს. შენი ეშელონი კი უღიმღამო დროის ფაქტორის გათვალისწინებით უსწრაფესად მიგიყვანს სიკვდილთან, რომლის წინაშე მდგარსაც აუცილებლად მოგეცემა უკან გახედვის საშუალება. იქიდან კი უმალ მიიღებ ასეთ პასუხს: შენ არაფერი განგიცდია, რადგან შენით არაფერი შეგიქმნია. შენ არაფერი დაგინახავს, რადგან ეშელონში ჩაბმულ ცხოვრების დინება მიგაქანებდა და საკუთარი ხედვა არაფერში გჭირდებოდა. შენი გული ადამიანის მიმართ ჭეშმარიტი გრძნობით არასოდეს შეტოკებულა, რადგან ამ ხრივ სამშობლოსადმი სიყვარულს ანიჭებდი უპირატესობას. ამიტომ იმის გამო, რომ შენს გონებრივ საცავში არ აღმოჩნდა ერთი მცირედი განცდაც კი, შენი თვალიდან აღქმული ერთი მნიშვნელოვანი კადრიც კი არ შემორჩა შენს თვალსაწიერს და შენს გულში კი მირაჟზე დაფუძნებული გრძნობა იქნა აღმოჩენილი, რომელიც იმ მირაჟის გაქრობასთან ერთად წაიშალა. ვასკვნით, რომ შენ, როგორც ადამიანს, არ გიცხოვრია. აი ასეთ მარათონში ჩაება ანტონ სავიჩევი. სადაც თითოეული მარათონელისთვის დრო იმდენად უფერულად გადის, რომ მათ თვალწინ გადაშლილი ეს საოცარი სამყარო შეუმჩნეველი რჩებათ. მორიგი დილა გათენდა. ეს დღე ანტონის მუშაობის
დაწყებიდან 1 წლის თავს აღნიშნავდა. მართალია ის ძველებურად აღარ იღლებოდა, რადგან 6 თვის წინ უკვე ბრიგადირის თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ მისი სამუშაო გარკვეულ ენერგიას მაინც მოითხოვდა. რეზინის შექმნები ხომ ნამდვილი კატასტროფა იყო მისი ფეხებისთვის, რომლებსაც სახლში მისვლისთანავე თბილწყალში დგამდა, რადგან თითქოს ადგილ-ადგილ ნემსები ვირჩხვლეთ და ხოლმე დღის ბოლოს ამ ხერხს მიმართავდა ყოველთვის, როცა კი ამ კუთხით პრობლემა ექმნებოდა, რადგან ეს ძალიან დიდ შვებას აძლევდა. ერთ საღამოს, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მარჯვენა ფეხი ოდნავ წამოსტკივდა. ანტონი ავტობუსიდან ჩამოვიდა და სწრაფად გაემართა თავისი კორპუსის სიახლოვეს მდებარე მაღაზიისკენ, რათა საჭირო პროდუქტები ეყიდა და მალე ასულიყო სახლში. მაღაზიიდან რომ გამოდიოდა, საპირისპირო მხრიდან მომდინარე კაცი შენიშნა, რომელიც ჯოხის დახმარებით ერთ ფეხს ძლივს მოათრევდა, რატომღაც იმ დროს და იმ ადგილზე სხვა არავინ მოძრაობდა და ისე იყო, რომ ისინი ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიდნენ. მართალია სულ მცირე ხანში მამაკაცი საგრძნობლად გამხდარიყო და მოტეხილიყო, მაგრამ სავიჩევმა მასში პროფესორი ალექსანდრე თვალავაძე მაინც ამოიცნო. თავის მხრივ პროფესორმაც იცნო აბიტურიენტი და უფრო ჯიქურ გაემართა მისი მიმართულებით. ანტონმა თავი დაღუნა და სცადა ისე გაევლო, რომ იქნებ ვერ ეცნო მისთვის არასასურველ პიროვნებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგან ალექსანდრე გაუსწორდა თუ არა მას რიხით შესძახა. ყმაწვილო! ანტონმა თავი ასწია. გისმენთ ბატონო, უთხრა და თვალი თვალში გაუყარა პროფესორს. არ მითხრა ახლა ვერ გიცანიო. ცინიკურად მიმართა თვალავაძემ. გიცანით ბატონო, არ დათმო პოზიცია სავიჩევმა. მიცანი, მაგრამ მოსალმებას არ აპირებდი? წაუსისინა ალექსანდრემ. დაახლოებით ასეა, მიუგო ანტონმა, რომელსაც თვალი არ მოუცილებია მისთვის. რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, რაც შენ გააკეთე, წესით უნდა ამრიდებოდი, ჩაილაპარაკა სერიოზული სახით პროფესორმა. ანტონის გონება უსწრაფესად დააცხრა თვალავაძის მიერ წარმართულ მისაღებ გამოცდას უნივერსიტეტში და თავის გამოსვლას კიდევ ერთხელ გადახედა კრიტიკული თვალით. მან კვლავ ვერ აღმოაჩინა საკუთარი შეცდომა გამოცდის პროცესში და 3-4 წამში პასუხი შეაგება პროფესორს. რას გულისხმობთ, ბატონო? უნივერსიტეტის კედლებში შესვლა არ მაღირსეთ, სწავლის გზა გადამიკეტეთ, სიცოცხლის უფლება წამართვით და აქეთ მდებთ ბრალს? თვალავაძე შეცმა. მისი სახის გამომეტყველების ასეთი უეცარი ცვლილება თითქოს უკან დახევას მოასწავებდა, მაგრამ მთლიანად არ დათმო შეტევითი ხაზი, თუმცა დაწყებული სახით ვეღარ გააგრძელა სათქმელი. მინდოდა შეგხვედროდი და თვალებში ჩამეხედა შენთვის. არც კი მჭირდებოდა ეს, რადგან ისედაც გრძნობდი, რომ შენს მეტი ამას ვერავინ გააკეთებდა, მაგრამ ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ შენ ხარ ის, ვინც ამ დღეში ჩამაგდო. სავიჩევს თვალი გაუშტერდა პროფესორზე, რადგან გონებიდან ამოტყორცნილ ფიქრებს მოჰყვა მისი აზროვნება, რომელმაც უმალ მიიყვანა გაზეთ „იზვესტიას“ პრიზზე წარმოდგენილ საჭადრაკო ამოცანებთან. ფიზიკურად განადგურებული უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი კი განაგრძობდა. ეს ცხოვრება სამწუხაროდ ასე ყოფილა მოწყობილი და ეს ყოფილა მისი კანონზომიერებაც, ვისაც რა შეგვიძლია, იმას ვიქმთ. ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები შედარებით ჩუმად, კიდევ ერთხელ შეათვალიერა თვალგაშტერებული სავიჩევი და უფრო მეტად გაძნელებული სულით გაეცალა თავის ყოფილ აბიტურიენტს. დარჩა ანტონი გახევებული და გაშეშებული. ქუჩაზე კვლავ არავინ მოსჩანდა, იმ ორი ადამიანის გარდა, რომელთაგან ერთი ფეხების თრევით მიფლარტუნობდა, ხოლო მეორე უძრავად იდგა. სწორედ მათ შორის და სწორედ ამ ადგილზე რამდენიმე წუთის წინ საოცარი დრამა გათამაშდა, რომელმაც მთელი თავისი მშვენიერებით წარმოადგინა საბჭოეთის დაფარული სისტემის არსი. უსიცოცხლოდ აიარა კორპუსის 4 სართული ანტონმა და სახლის კარი უნება წამხდარმა შეაო. პროდუქტები სამზარეულოში დაალაგა. შემდეგ ქურთუკი და ფეხსაცმელები გაიხადა და აბაზანაში შევიდა. რამდენჯერმე შეისხა პირზე წყალი, თითქოს ცდილობდა გამოგონებულიყო, მაგრამ უჭირდა გაფანტული აზროვნების მობილიზება. ვერ იქნა და ვერ მოიშორა თვალიდან გაუბედურებული ალექსანდრეს სახე. არანორმალურად განიცდიდა თავის საქციელს, რომელმაც პროფესორის ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრა. ანტონმა ხელპირი შეიმშრალა. მისაღებ ოთახში წელში მოღვენთილი გამოვიდა და დივანზე ნამთვრალევით მიეგდო. სინდისის ქენჯნამ ისეთი საშინელება დაუტრიალა გონებაში, რომ საკუთარი თავის გაკიცხვაც კი
ვერ შეანელებდა მის გააფთრებულ მოწოლას. უეცრად მოქუფრული სახე გაეშალა ანტონს, რომელიც ძნელად შესამჩნევმა ღიმილმა მაშინვე დაიპყრო. ეს იმ მცირე და მოკრძალებულმა სიხარულმა გამოიწვია, რაც მის ამ გაფიქრებას მოჰყვა, მაშ მე გავიმარჯვე საკავშირო საჭადრაკო ამოცანების კონკურსში. და კვლავ ახმაურდა სინდისის დაფდაფები, რომელმაც უკვე გარკვევით და მძაფრად შემოუძახა თავის პატრონს. კი, შენ გაიმარჯვე, მაგრამ ადამიანის მოსპობის ხარჯზე. სავიჩევ 10 წამიც კი არ დასცალდა გამარჯვების სიხარულის შეგრძნება, რომ იმავე სინდისმა ასეთი განაჩენი გამოუტანა. ხვალ სამსახურში არ წახვალ და მთელ დღეს დაუთმომ შენს მიერ ჩადენილი ბოროტების გასიგრძე განებას, თუ რა მოაქვს ადამიანებისთვის ზოგადად ბოროტებას. ამავე დროს, როცა რაიმე ცხოვრებისეულ სიხარული გეწვევა, მაშინვე გაგახსენებ ალექსანდრე თვალავაძეს, რადგან სიხარულის დროსაც იფიქრო, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯი გაშორებს ასეთ ქმედებას, რამე თუ დაზღვეული არ ხარ, რომ იმ მდგომარეობაშიც არ გაგამწარებს ვინმე. ანტონ სავიჩევის ცხოვრებაში თითქოს რაღაც ეტაპი დასრულდა და დაიწყო ახალი, არაფრის მთქმელი მარათონი, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდებოდა წინა პერიოდისგან, რომ ისედაც სერიოზული ყმაწვილი უფრო დასერიოზულდა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ფეხების ტკივილმა ნელ-ნელა უმატა და სამუშაოს დაწყებიდან დაახლოებით 6 წლის შემდეგ ანტონი უკვე ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდა. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე იმკურნალა, რაც პერიოდულად აძლევდა კიდე ჩვებას, მაგრამ მთლიანად გამოჯანმრთელების პერსპექტივა ჯერჯერობით მედიკამენტოზურმა მკურნალობამ ვერ გამოავლინა. ასე გადიოდა დრო და მისი ფიქრი, რომ დრო რაღაცას შეცვლიდა ჯერ კიდევ აუსრულებელი რჩებოდა. ერთ საღამოს ძალიან დაღლილი დაბრუნდა სამსახურიდან და სახლში მისვლისთანავე სავარძელში ისე მკვდარივით ჩაესვენა, ფეხსაცმლის გაძრობაც კი ვერ მოახერხა. ძალა გამოცდილს მალევე ჩაეძინა და სიზმარში დედა ნახა. უпроსტორად ის მომენტი იხილა ჯარში წასვლის წინ, რომ მოძღვრავდა მშობელი. ანტონი ძლივს გამოერკვა ძილბურანიდან და თითქოს შეამცივნა კიდეც. ძილიდან გამორკვევისთანავე ერთ ადგილზე გააშტერა თვალი, მერე გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგა, გაჩერდა. ცოტა ხანში სახე მოეღუშა, რაც იმას მოასწავებდა, რომ მეხსიერების ბილიკებით იმ შორ გზას დაადგა, რომელსაც დედასთან უნდა მიეყვანა. უცებ რაღაც იაზრა, ნელი მოძრაობით შებრუნდა და დედის ოთახისაკენ გაემართა. კარი ფრთხილად შეაღო და სანამ ზღურბს გადააბიჯებდა, იქაურობა მოათვალიერა. მისი მარტო ცხოვრების პერიოდში დღეისი არ გავიდოდა, დედის ოთახში რომ არ შემოეხედა. ხშირად ისიც ხდებოდა, რომ ნინა მაქსიმოვნა სავარძელში, სადაც ახლა ჩაჯდა საათობით, მჯდარს უფიქრია წარსულზე თუ მომავალზე, ასე რომ ეს კედლები ნინადან მოყოლებული იდუმალი მესაიდუმლესავით ინახავდა მათ ფიქრებს, ცრემლსა თუ გოდებას, რადგან ეს სახლი ხომ საბჭოთა სისტემისაგან გაუბედურებული ორი ადამიანის ერთადერთი ნავსაყუდელი იყო. ანტონის გონება თითქოს ნელ-ნელა გადადიოდა ტრანსში და იმ მომენტს უახლოვდებოდა, ჯარში წასვლის წინა დღეს დედის წინაშე რომ იდგა და მისგან დარიგებას ისმენდა. კიდევ რამდენიმე წამი და მის წარმოდგენაში სრულად აღსდგებოდა აცგარდასული სურათი თავისი ხმებით აჟღერებული. წარსულიდან გამოწვეულმა ხმამაც დიდად არ დააყონა და წლებისაგან წარმოქმნილი ლაბირინთები უსწრაფესად გამოიარა. სავიჩევს უკვე გარკვევით მოესმა დედის საოცარი ხმის ტემბრი. ადამიანში ყოველთვის მხიბლავდა აზროვნება და სიმამაცე. ვოცნებობდი, რომ შენ, ჩემი ერთადერთი შვილი, ასეთი ყოფილიყავი. აქამდე ოდნავ დაძაბული ანტონი ცოტა მოეშვა სავარძლის საზურგეზე, უფრო თავისუფლად გადაწვა და თავისთვის ჩაილაპარაკა. ადამიანში სიმამაცე და აზროვნება მაშინ კარგავს თავის მნიშვნელობას, როდესაც მისი გამოვლენისთვის უმცირესი ასპარეზიც კი არ არსებობს. მე ყველა გზა ამოქოლილი მაქვს, დედი, და ამდენად ეს უნარები ჩემთვის უკვე გამოუსადეგარია. ამოთქვა დანანებით ანტონმა და მისი თვალთახედვა ისევ გარდასულ კადრებში აირია, რასაც მალევე მოყვა კიდეც ხმა. იმპერიის საზღვრებში მცხოვრები, უამრავი ასეთი ადამიანი, რომლებიც საკუთარ მიზნებს სისტემის მიერ დანერგილი ცხოვრებისეული წესების გვერდით განიხილავენ, მაშინვე აწყდებიან უტოპიას, რის შემდეგაც იწყებენ შუალედური ფორმის ზიებას და
ბოლოს თავიანთი მიზნების გაუფერულების ხარჯზე ნელ-ნელა ეგუებიან მონობას. აი, აქ იკვეთება ჩემი სურვილისა და რეალური ცხოვრების გზები. აქ ეწინააღმდეგება ერთმანეთს ჩემი დედური ინსტინქტი და მომავლისადმი რწმენა. სწორედ დღეს პირველად ვერ გირჩევ, რომელია უკეთესი, რადგან ტანჯვასა და მონობას შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს. უეცრად მოგუდული ხმუილით წამოიჭრა ანტონი და მისაღებ ოთახში გავარდა. ორივე ფანჯარა გამოხსნა და გარედან შემოჭრილ ჰაერს მიეძალა. მის გონებაში ვულკანივით ამოფრქვეულიყო რეალობის განცდა, რომელსაც წამებში ჩაეხერგა წარსულთან დამაკავშირებელი მთავარი არტერია. მას ახდა ნინა მაქსიმოვნას სიტყვები, გამოსცრა კბილებიდან ანტონმა და ოთახისკენ შებრუნდა. ესე იგი ისე ვიქეცი მონად, რომ ვერ გავიგე და სხვა მონებთან ერთად ან უფლებო საბჭოთა მოქალაქეების გვერდით ყოველდღეველი მიზნის აცხადებას. და ეს ხდება მაშინ, როდესაც სწავლის გზა სამუდამოდ გადამიკეტეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსკოვიდან გამომაძევეს და იქ რაც არ უნდა ვიყონო, ვეღარასოდეს დავადგამ ფეხს. გამოდის, რომ არაფრისგან ვქმნი მიზნის მიღწევის პერსპექტივას და მეტიც ვარწმუნებს საკუთარ თავს, რომ დრო მიმიყვანს იქამდე. დიახ, ეს იმ დროს ხდება, როცა დედა სამუდამოდ გამიქრეს და მიცვალებულად გამომიცხადეს. ანტონის დაბნეული გამომეტყველება დამაჯერებელმა იერმა შეცვალა, რასაც მაშინვე მოჰყვა უკვე სერიოზული კითხვები. ვის ველი და რას ველი, ვისგან ველი და რას ვაკეთებ? მონათქცეული ადამიანის ფსიქოლოგიით ვიცხოვრე ამდენი წელი და რომ არა ეს სიზმარი კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ბურანში, მორჩა დამთავრდა ძველი ცხოვრება, არავითარი სამუშაო, სხვა გზას უნდა დავადგე. ჩაილაპარაკა სავიჩევმა და ნინა მაქსიმოვნას სიტყვებიც უმალ მისცდა მის ყურს. სწორედ დღეს პირველად ვერ გირჩევ, რომელია უკეთესი, რადგან ტანჯვასა და მონობას შორის არჩევანის გაკეთება მიჭირს. ხმა როგორც კი გაქრა, მისი შინაგანი ყურთასმენიდან გაგრძელების ინიციატივა ისევ თვითონა იყო. დავიჯერო მხოლოდ ტანჯვასა და მონობაზეა ჩვენი მთელი ცხოვრება აგებული და სხვა მიმართულება აღარ არსებობს. ამოთქვა შედარებით გამართული ხმით ანტონმა და სიცოცხლეში პირველად შეიტანა ეჭვი დედის სიტყვებში. ამის შემდეგ ოთახში ბოლთისცემას მოჰყვა. სიარულის დროს ხანდახან ჩერდებოდა. სახეზე ეტყობოდა, რომ გონებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების კარიბჭეს მისდგომოდა, რომლის გადასალახად საჭირო ფონს საკმაოდ დიდხანს ეძებდა. უეცრად რაღაც იაზრა და იქ დაასრულა ყველაფრის განსჯა. სწრაფად გამოიცვალა ტანსაცმელი, თმები შეისწრო და სახლის კარი მიიხურა. მშვიდი საღამო იყო. ქუჩის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეების ფოთლებს წყნარი უაშრიალებდა, რომლის სასიამოვნო ხმაურშიც ქალაქის თავზე დაკიდებულ ცის თაღს უჩუმრად ბინდი შემოჰპაროდა. სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი ადამიანები კანტიკუნტად მოსჭანდნენ ქუჩაზე, რომელთა შორის ჯოხით ხელში ერთი ახოვანი ახალგაზრდაც მიბაკუნებდა. სავიჩევი ავტობუსიდან ჩამოვიდა და ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე გარედან მიმაგრებული ზარის ღილაკს თითით დააწვა. 2 წუთში მისი ხნის ახალგაზრდამ გამოხსნა კარი და ანტონი რო დაინახა ცოტა შეცვა. ანტონ, გაკვირვებით წარმოთქვა ბიჭმა და უხერხულა დაიწურა. გამარჯობა ძმაო, უთხრა სავიჩევმა და თან დაამატა. სალაპარაკო მაქვს შენთან და სახლში თუ მიმიღებ? რა თქმა უნდა. იქით-აქეთ ათამაშა თვალები მასპინძელმა, კარი უფრო ფართოდ შეხსნა და თავადაც უკან დაიხია. აშკარად შეეტყო, რომ ანტონის ხილვა მაინც და მაინც არ ესიამოვნა. ნათქვამია, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო და თუ ეს ასეა, ჩვენც გქონია ურთიერთობის საფუძველი, რომელიც მართალია დროებით შეწყდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთპატივისცემა და სიყვარული გაქრა ჩვენ შორის, უთხრა ანტონმა, როდესაც ბავშვობისა და სკოლის მეგობრის სახლში პირველი სართულის ერთ-ერთ ოთახში ჩამოსხდნენ. ასე არ არის ბონდო? დაამთავრა სავიჩევმა და სერიოზული მზერა გაუსწორა მეგობარს. ასე ანტონ, და ამას არაფერი შეცვლის. პატარა პაუზა გააკეთა და კვლავ უხერხულად შმუშნა ბონდო. მაგრამ ცხოვრება ისეთია, რომ ყველას სხვადასხვა გზაზე გვაყენებს. რას გულისხმობ? კითხა ანტონმა, რომელიც ასეთ პასუხს არ მოელოდა. როგორ გითხრა? ენა დაება ბონდოს, რომელიც თავის მხრივ ასეთი შეკითხვისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ცხოვრება ხშირად აშორებთ ადამიანებს და ეს მე მგონი არც არის გასაკვირი. სადა სიტუაციიდან თავის დახსნა და მოულოდნელ და არა სასიამოვნო სტუმარს შეღიმშეს წინა.
არა ბონდო ადამიანებს ცხოვრება არ აშორებთ ერთმანეთისაგან ადამიანები თავად შლიან ზოგჯერ თავის წარსულს და გულიდან იგლეჯენ იმ სიყვარულს რომელიც სწორედ იმ ცხოვრებისეულ გზაზე უშლით ხელს ასე რომ გაციებულა ბავშვობის დროინდელი გზნობები შენს გულში და ტყუილად მოვსულ ვარ მე აქ მის საძებნელად ანტონი წამოდგა და ოთახის მიხურული კარისაკენ გაემართა რომ ამ დროს თითქოს უეცრად გონს მოსული ბონდო ფეხზე წამოიჭრა და გასასვლელში წინ გადაუდგა მეგობარს გთხოვ ცუდად ნუ გამიგებ ამას მე არ წარსული გადამიშლია და არც სიყვარული ამომიგლეჯია გულიდან არ გასულა დღე რომ შენზე არ მეფიქროს და სინდის არ შევეწუხებინე ამ გზნობას ვერაფერი ვერასოდეს წამართმევს ვინმე მაგრამ იმის გამო რომ ხელისუფლებასთან პრობლემები გქონდა ყველა და მათ შორის მეც მოვერიდეთ გართულებებს ცხონებული გოგი რომელიც მე ვუვლიდი ბოლომდე სიკვდილის წინ გამიმხილა რომ მას უთქვამ სახლში მამაშენის შესახებ და ამ წინ დაუხედავობით დაუღუპი ხარ რადგან ნათესავიც ყოფილა მათი იქ იმ დროს და მას გაუტანია ეს ამბავი ძალიან განიცდი და რაღაცას და არ ვიცოდი რა იყო ამის მიზეზი ბოლოს მითხრა ანტონს გადაეცი რომ მისი სიყვარული არასოდეს გამნელებია მაგრამ მის წინაშე დამნაშავე ვარო პატიებას თხოვე ჩემგან შემინდოს ეს უნებლიე და უდიდესი დანაშაული რომელსაც ალბათ საკუთარი სიცოცხლითაც კი ვერ გამოვისყიდიო ამ სიტყვების შემდეგ აღესრულა გოგი და მინდოდა ეს შენც გწოდნოდა მაგრამ ვერ მოუბედე შენთან მოსვლა შარშან სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და ახლა ორდინატურას გავდივარ ერთ წელიწადში დამოუკიდებელი ექიმი ვიქნები და არ მინდოდა ამდენი წვალების წყალში ჩაყრა მიუხედავად ამისა მეც პატიებას გთხოვ ამისათვის მაგრამ რას ვიზამთ ასეთია ჩვენი ყოფა და ვერავითარი წინააღმდეგობით ვერ შევცვლით ჩვენ მას ანტონს ბოლო რამდენიმე წინა დადება აღარ გაუგია ის რაღაც მომენტში წაბორძიგდა და რომ არ წაქცეულიყო იქვე ახლოს მდგარ სკამზე დაეშვა გულია უჩქარდა და სუნთქვა გაუჭირდა ხელისაწევით ანიშნა მეგობარს რომ გაჩერებულიყო რომელიც ისევ აგრძელებდა საუბარს შემდეგ პერანგის მაღლით აღილი შეიხსნა და შუბლი მოისრისა ეს მოხდა სულ რამდენიმე წამში და როცა ბონდო გონს მოეგო და ფეთებულმა გაუსინჯა მაჯა და წამალი მოურბეინა 15 წუთის შემდეგ უკვე გამოკეთებული ანტონი უჩუმრად ადგა და წასასვლელად გაემზადა ეზოში რომ გავიდა მეორე სართულის აივნიდან ფეხის ხმა მოესმა და უნებლიეთ მაღლა აიხედა იქიდან ოჯახის უფროსი ანუ კლასელის მამა გადმოხურებდა როგორ ბრძანდებით ბიძია გურამ შეჩერდა სავიჩევი და ორივე ხელით ჯოხს დაეყრდნო არა მიშავს კაცრი სახით გადაუგდო სიტყვა დაბლა მდგომ სტუმარს თავი გვერდით მიაბრუნა და გზისკენ მიაპყრო მზერა სავიჩევი ჭიშკარში რომ გადიოდა ნახევრად შემოbrunდა მეგობარს დამშვიდობების ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა და შეძლების დაგვარად სწრაფად განაგრძო სვლა სანამ იქაურობას გასცილდებოდა დაბნეულმა ბონდომ მაინც მოახერხა ბოლო სიტყვების ჩუმად მიძახება იცოდე თუ რამე იქნება მე ვიტყვი რომ ფეხის ტკივილის გამო მომაკითხე და მე სტაციონარში წასვლა გირჩიე უფრო კვალიფიციურ ექიმთან ანტონს გონება იმდენად დამძიმებული ჰქონდა რომ ბონდოს სიტყვებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ხალხს შეერია ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იმყოფი სავიჩევი ავტობუსით მიდიოდა სახლისაკენ და ფანჯარასთან მჟდომ შუშაზე მიედო თავი ის ფიქრებიდან ჯერაც ვერ გამორკვეულიყო რადგან ასეთი სულიერი დარტყმა დედის გარდაცვალების ცნობის შემდეგ არ მიუღია სახლში რომ მივიდა დივანთან კინაღამ ჩაიკეცა რადგან ამ გამანადგურებელი სტრესის შემდეგ მას ფიზიკური ძალაც კი აღარ შერჩენოდა დაჯდომისთანავე წლობით მის გულში დაგროვებულმა ჯავრმა ღრიალის სახით იფეთქა მისი ხორხიდან პირველად ტირო და ასე მოთქმით ანტონი რომელმაც ისღა მოახერხა რომ ცრემლით დასველებულ სახეზე ორივე ხელი აიფარა თითქოს შერცხვაო საკუთარი თავის როდესაც ეს მორიგი ცხოვრებისეული დაბრკოლება ვეღარ გადალახა ანტონი ძალიან დაიღალა მის ადგილზე სხვა ამდენსაც ვერ შეძლებდა ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ყველა მისმა კლასელმა თუ მეგობარმა იცოდა ხელისუფლებასთან მისი პრობლემების შესახებ და ამიტომ არავინ არ ეკონტაქტებოდა
პირიქით თუ სადმე ვინმე თვალს მოკრავდა მეორე მხარეს გადადიოდა ხალხი თავს არიდებდა და გაურბოდა მასთან ყოველგვარ ურთიერთობას აქედან გამომდინარე ის იყო მარტო სული რომელსაც ყველა ცხოვრებისეული საკითხის გადაწყვეტა ფიქრი თუ განსჯა თვითონ უხდებოდა თუ კი გავითვალისწინებთ იმასაც რომ საზოგადოების მხრიდან იგნორირება თავისთავად უკვე სტრესია ადვილი წარმოსადგენია ამ წლების განმავლობაში რა დონეზე უნდა დამუხტულიყო მისი გონება ამ განმუხტვას შველის ერთადერთი წამალი რომელსაც ადამიანი ჰქვია სახელად დიახ მას სჭირდებოდა ვინმე გულშემატკივარი რომელთან ერთადაც იმსჯელებდა მომავალზე რადგან მან აღარ იცოდა როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება სწორედ ამის გამო წავიდა ბონდოსთან რომელიც გოგის შემდეგ ყველაზე სანდო და ახლობელ მეგობრად მიაჩნდა იქ კი რა დახვდა საცოდავი გოგის დანაბარები და პლუს ამას საბჭოთა მლიქვნელად გარდაქმნილი ბონდო ეს ლაბირინთიდან თავის დაღწევის ბოლოც დაიყო რის შემდეგაც მისი გონება აბსოლუტურ ვაკუუმში მოექცა ეს ის მომენტია როდესაც აზროვნების ჰორიზონტი მთლიანად ქრება და გონება იძულებული ხდება თავის სიახში მყარად ჩამოუდებულ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტს დაემორჩილოს ანტონ სავიჩევის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დრო დამდგარიყო ინტელექტი გზას უთმობდა ინსტინქტს და დაიწყო ახალი მარათონი რომელმაც გონით აღქმული სამყაროდან თვალით დანახულ სამყაროში გადაინაცვლა აქამდე თუ მომავლის სხივიანათებდა დასახული მიზნის მისადგომებს და მისკენ ჭეშმარიტ ღირებულებებზე მორგებული ქცევებით მიიწევდა ახალ მარათონში აღარ ზღირებულებებს ჰქონდა ფასი და მომავლისკენ მიმართული სხივიც გვარიანად მინავლებულიყო იჯდა ანტონი გზაგასაყარზე გარინდებული როცა დრო მიაკითხა და უკეთესი მდგომარეობის მოსაპოვებლად საკუთარი თავი მსხვერპლად შესთავაზა დიახ დროის აზრით სულიერად და ფიზიკურად რომ გადარჩენილიყო მსხვერპლი უნდა შეეწირა ყველანაირად დაუძრურებული სავიჩევი ამ შეთავაზებას დათანხმდა შემართულად წამოდგა ფეხზე და თავისი კორპუსის წინ მდებარე მაღაზიიდან ერთი ბოთლი კონიაკი ამოიტანა ეს დროის მოკლის ყველაზე იდეალური საშუალება იყო ჭიქაში ჩამოსხმული კონიაკი პირთან მიიტანა თუ არა შეჩერდა რადგან მის თავში კიდევ მოხდა მცირე საბრძოლო შეტაკება მაგრამ ძალთა თანაფარდობა იმდენად განსხვავებული იყო რომ ანტონმა უმალ გამოცალა სასმისი ერთ ჭიქას მოჰყვა მეორე შემდეგ მესამე მეოთხე და ბოთლიც დაიცალა სიმთვრალეც ქარის ხალივით მოიჭრა მის გონებაში რომელმაც თან მოიყოლა მთელი რიგი მოგონებები ორად კბილი და სასიამოვნო ყოფილა წარსულში ამ ფორმით გასეირნება აღმოხდა მთვრალ გონებას და თავდავიწყებით გადაეშვა ილუზიურ სამყაროში წარმოდგენილი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში პარალელურად მან ხელის რადიო მოიმარჯვა, რომელსაც მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად იყენებდა, მუსიკის არხი მოძებნა და ჰანგების თანხლებით აც გარდასული ამბების გასახსენებლად დივანზე გადაწვა. გაიხსენა დედა და მისგან დანატოვარი მრავალი სიტყვა, რომელთა შორის ერთ-ერთი ნათქვამი რამდენჯერმე დაატრიალა თავში. თუ გაგვწირავს ბედი და ერთმანეთს დროებით დაგვაშორებს, იფიქრე რომ დედა შენ საშველად მაინც მოვა. აი ამ სიტყვებზე გადაეწყო საკმაოდ მთვრალი სავიჩევი და უნებლიე აღმოხდა. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი და ვიცი რომ შენ მაინც დაბრუნდები. ვიცი რომ უნდა გელოდო, რადგან მე სხვა გზა არ მაქვს. შენ საოცრად ძლიერი ქალი ხარ, იცი რომ მე მოუთმენლად და უგრძნობ, რომ დიდხანს აღარ მალოდინებ. ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, არა უშავს, ეს დროებით დაშორება ვერაფერს დაგვაკლებს. ჩვენ დედაშვილობას ვერ შეარყევს, ჩურჩულებდა თავისთვის ანტონი და მისი სახე დროდადრო ცრემლის მოზრდილ კურც მის სახეზე დროდადრო ცრემლის მოზრდილი კურცხალები მოგორავდა. ცოტა ხანში კატიასთან გადაინაცვლა მისმა მეხსიერებამ. აი აქ უკვე თვალები მოხუჭა სავიჩევმა და თოქჩაბმული ზვარაკივით მიჰყვა კატიას სიყვარულისაგან აშლილ ემოციას. შუაღამემდე იცურა ანტონმა სიამოვნების მორევში, რომლის ტრიალსაც საბოლოოდ დაჰყვა და ფსკერამდე მიაღწია. მას ისე უეცრად მოერია ძილი, რომ ტანსაცმლის გახდა ძლივს მოახერხა. თვითონ კი ვერ გრძნობდა დაღლას, მაგრამ ორგანიზმმა უჩვეულო რეჟიმზე გადართვას ვეღარ გაუძლო და დაწოლისთანავე ძილის გზას გაუყენა თავისი პატრონი.
დილა რომ გათენდა, თვალის გახელა არ უნდოდა ანტოს, რადგან გრძნობდა, რომ მისი გუშინდელი მოქმედება მისთვისვე არ იყო მისაღები. მეორე მხრივ ვერ უარყოფდა გუშინ მიღებული სიამოვნებას, რომელმაც წლებისგან ნაგროვები კოშმარი ერთი ხელის მოსმით დაავიწყა და მისი ტვირთი უმისამართოდ მოისროლა. ახალმა გამოფხიზლებულმა კაცმა როგორც კი პარალელი გაავლო გუშინდელ სასიამოვნო დღესა და დარდითა და ვარავით სავსე წარსულის დღეებს შორის სწრაფად წამოდგა. ხელპირი დაიბანა და მაღაზიიდან კონიაკი ამოიტანა. ბოთლის სამზარეულოში მაგიდაზე დადგა და თვითონაც იქვე ჩამოжდა. ერთხანს კიდევ ჩაფიქრდა და იქიდან გამოგონებულმა სასმელის დალევის დღის რეჟიმი დააწესა. ისე უნდა გაენაწილებინა კონიაკი, რომ მთელ დღეს კარგ განწყობაზე ყოფილიყო. ამ რეჟიმში თავიდანვე ჩადო ის მექანიზმი, რომ დაწესებული ზღვარისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს იქნებოდა მისი სულიერი კატასტროფა. ასეთი ხერხით უმტკივნეულოდ გაიყვანდა დროს და ის საშველი კი მაშინ ნინა მაქსიმოვნას გამოჩენის სახით რომ არსებობდა თავისით დადგებოდა. სიმთვრალეში ისიც კი ირწმუნა, რომ არა მარტო დედა დაბრუნდებოდა, მამა და კაციაც მოძებნიდნენ ამასობაში, ასე რომ ანტონი გაურბოდა ფუჭ ფიქრს და ემოციით დატვირთულ აზროვნებას. ადამიანებისგან გარიყული საკუთარი მდგომარეობის მუდმივ რეჟიმში აღქმას დედის მოლოდინს, რომელიც ყველაზე ძნელად დასატანი აღმოჩნდა მისთვის და ბოლოს მონობას, რაც არაფრით არ სურდა, რაც შეეხება ტანჯვის გზას და მასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს, სავიჩევს ამაზე ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი და პერიოდულად ასეთ გადაწყვეტილებამდე მიდიოდა, მაგრამ მისი ყოველი ამგვარი მცდელობა დასდგომოდა რადიკალურ ცხოვრებისეულ მიმართულებას, მისივე თავში დედის სიცოცხლეზე ჩამოყალიბებული აზრი უშლიდა ხელს. მეორე დილით გამოღვიძებულ ანტონს აღარც ფიქრი დასჭირვებია და აღარც რაიმეს განსჯა. ყველაფერი გარკვეული იყო, ხოლო შედეგი ბახუსისა ცნობილი. ყოველი მომდევნო დღე კვალში ჩასდგომოდა თავის წინამორბედს, რომლებიც არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მათი წყალობით გადარბოდა ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ოქროს პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო არა მისი ინტელექტის გათიშვით, არამედ რეალიზებით. სწორედ ეს საათები და დღეები აკარგინებდა მსოფლიოს ერთ-ერთ განვითარებულ გონებას, რომელსაც თავისი თანამედროვე მოაზროვნეთა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრების უნარი ნამდვილად შესწევდა. ეს ხდებოდა ერთი უმარტივესი მიზეზის გამო. მას არ ჰქონდა არჩევანის ნება, რადგან ის დაიბადა საბჭოთა მონათა კავშირის წიაღში. ერთი კვირის თავზე საღამოს, როდესაც სავარძელში გადაწოლილი ანტონი რადიოში აჟღერებული სიმღერებით ტკბებოდა და მიბნედილ თვალებში კაციას სახე უფარფატებდა, ვიღაცამ კარზე დააგაკუნა. სავიჩევის სიყვარულის კლანჭებს ძლივს დაეხსნა, ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა. ვა დედილო, შენ გენაცვალე, რა ცუდი ადამიანი ვარ, თუ შენ არ შემომხედე, მე არ გაკითხავ არა, რატომ? ამ ბოლოს აღარ მოგიკითხივარ, თორემ მაგაში ნამდვილად ვერ დაგემდურები, უთხრა მეზობელმა მოხუცმა ქალბატონმა და ანტონის ხელით შეპატიჟების მინიშნებას დაემორჩილა. ეს დღეებია სულ მუსიკის ხმა გამოდის შენგან და ცოლი ხომ არ მოიყვანე, შვილო? ეშმაკურად შეხედა და თან გაუღიმა. ქალი რომ მომეყვანა, შენ არ გაგაგებინებდი? ესეც არ იყოს, მე ქალს არასოდეს მოიყვან, თქვა დანანებით ანტონმა, როცა ოთახში ჩამოსხდნენ. რას ქვია არ მოიყვან? გაიკვირვა მეზობელმა. ამაზე ნომკითხავ, ამოიოხრა სავიჩევმა. შენ ახლა მთვრალი ჩანხარ, თორემ დრო მიდის და დაოჯახება გჭირდება. აბა პატრონი არ გინდა? ვინ დაგირეცხავს და ვინ მოგივლის? ელემენტარულად სამსახურიდან დაღლილი რომ მოხვალ, სადილს ვინ დაგახვედრებს? აგი შენ მეხმარები ხოლმე ამაში? მე სადამდე შევძლებ, შვილო, დაობერდი უკვე და ჩემი დღეები დათვლილია. თავი გააქმნია სინანულით მოხუცმა. რა დროს შენი სიბერია? დაბრუნებულ ნინა მაქსიმოვნას სანამ არ შევეგებებით ერთად, მანამ არსად გაგიშვებ. მეზობელმა ქალბატონმა ეჭვის თვალით შეათვალიერა ანტონი და პატარა პაუზა გააკეთა. გაჩუმდა. პატარა დაკვირვების შემდეგ, ცოტაოდენი დაკვირვების შემდეგ საკმაოდ ფრთხილად კითხა. ვის უნდა შევეგებოთ, შვილო? დედას, ნინა მაქსიმოვნას, მშვიდად მიუღო ანტონმა და მოხუცს გაუღიმა. ქალბატონი უფრო ინტერესით დააკვირდა მის სახეს, რომ
კვლავ ანტონმა განაგრძო, ჯარიდა რომ დავბრუნდი და გავიგე, რომ მიცვალებული დედა ჩემი არავის ენახა, იმავე საღამოს წავედი სასაფლაოზე და ღამით მოვთხარე საფლავი. რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს, ნინა მაქსიმოვნა იქ არ დამხვდა. წარმოთქვა ანტონმა და ახლა ის დააკვირდა მეზობელს. ვაიმე, შენ დამიფარე ღმერთო, აღმოხდა მოხუც ქალბატონს და პირზე ხელი აიფარა. რას ამბობ, შვილო, შეზახა ჩუმი ხმით და თავი გვერდით მიატრიალა, გეგონებოდა რაღაცას იხსენებსო, რომ ისევ ანტონს მიუბრუნდა. ეტყობა მაგიტომ არ გახსნეს მიცვალებულის სასახლე და ალბათ ამიტომ ლუქავდნენ სახლსაც არავის რომ არ აგვეხსნა ღამით. ეს გარეწრები ესენი, არ ცხრებოდა მოხუცი. აბა, სად შეიძლება ამდენ ხანს რომ ყავდეთ ნინა ამ არამზადებს, ცრემლები ვეღარ შეიკავა ქალბატონმა ამდენ ხანს, რატომ არაფერი მითხარია მის შესახებ, საყვედურივით უთხრა მეზობელმა. ახლაც რომ გიმხელ მეშინია, ჩაილაპარაკა ანტონმა და თავი ჩაუნა. სხვასთანაც ხომ არ გაქვს ნათქვამი, დაინტერესდა ქალი, არავისთან მithქვამს და ვერც ვერავის ვეტყვი ამას, რადგან ასეთი რამის გათქმის გამო ვარ ამ დღეში. ახლა უკვე ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ არ ვთქვა, გული გამისკდება. შენს ხელში ვარ გაზრდილი. აგერ რამდენი წელია დედასავით ვყევხარ გვერდში და შენ თუ არა, ვის ვენდო სხვას. მოხუცმა კიდევ ერთხელ გაიქნია სინანული თავი და კიდევ დაეზრა ცრემლები თვალებიდან. ჯერ კი დააპირა იმის თქმა, ეს რა დღეში ყოფილხარო, მაგრამ უცებ გადაიფიქრა. ცრემლები შეიმშრალა და ომახიანი ხმით უთხრა. მით უმეტეს თუ ცოცხალია ჩვენი ნინა, თავი უნდა შეიკავო დალევისაგან. ეგ არაფერს იკეთეს არ მოგცემ შვილო. ის კი ისეთი ქალია, ასე ადვილად ვერ მოერევიან და მჯერა რომ დაბრუნდება. როგორ გამახარე რომ იცოდე, რა ბედნიერებაა ღმერთო ჩემო. ხელები მაღლა აღმართა მოხუცმა. თავი როგორ უნდა შევიკავო? ამდენი წელია მარტო ვზიდავ ამ ყველაფერს. ესეც არ იყოს, სწავლის გზაც ჩამიკეტეს. უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა მითხრა 10 წელი რომ აბარო, აქ არავინ შემოგიშვებსო. ესეც არ მაკმარეს და მონად მაქციეს, გამრიყეს, სიმარტოისთვის გამწირეს, ვეღარ უძლებ დედილო, დავიღალე, ძალა აღარ შემწევს. 27 წლის ვარ და ღრმად მოხუცებული მგონია თავი. კიდევ დიდხანს გაუძელი საბჭოთა მონსტრის შემოტევას. ღამეები არ მეძინა იმაზე ფიქრით თუ რა გზა არსებობდა კიდევ. როგორც ჩანს, ჩემთვის ცხოვრების სხვა გზა აღარ არსებობს. ანტონი რაღაც მომენტში მთლიანად გამოფხიზდა და ამას რომ ლაპარაკობდა, თითოეულ სიტყვას მთელი გრძნობით გადმოსცემდა, მაგრამ ბოლოს გაგრძელება ვეღარ შესძლო. ყელში ბურთივით გაეჩხირა და თვალებით შეუსველდა. მაშინვე წამოდგა. მეზობელს ბოდიში მოუხადა, სამზარეულოში გავიდა და ერთი ჭიქა კონიაკი სულ მოუთქმელად გადაცალა. მოხუცი უკან მიჰყვა და ცარიელ მაგიდაზე მხოლოდ ბოთლი და ჭიქა რომ დაინახა, სახეზე იტაცა ხელი. მოგიკვდეს ჩემი თავი, საჭმლის გარეშე სვამ სასმელს. ესე სულ გაუბედურდები შვილო. ერთ წუთს დამელოდე, აღარ დალიო მეტი და ახლავე მოგიტანს ხელს ადილს. არა უშავს, შენ ისეთი გონიერი ბიჭი ხარ, რომ დიდხანს არ გააგრძელებ ამ დალევას და მალევე შეწყვეტ. მე ამის მჯერა. აბა დამელოდე ცოტა ხანს, მხარზე ხელი გადაუსვა მოხუცმა და სამზარეულოდან გავიდა. იმ დღეს გვიან ღამემდე გვერდიდან არ მოსცილებია მეზობელი ქალბატონი, რომელიც უყვებოდა მისი ბავშვობის აქამდე მისთვის უცნობ მომენტებს. შიგა და შიგა მხნეობდა და ეუბნებოდა, რომ დედა აუცილებლად დაბრუნდებოდა და მას ღირსეულად უნდა დახვედროდა შვილი, რადგან ნინა ყოველთვის ალკოჰოლის სასტიკი წინააღმდეგი იყო. უყვებოდა, როგორ ეჩხუბებოდა ხოლმე მეზობელ მსმელ კაცებს და აფრთხილებდა, რომ თუ რამე პრობლემა ჰქონდათ, სასმელი გამოსავალს ვერ აპოვნინებდათ. მეორე დილიდან უკვე ყოველ დღე აკონტროლებდა სავიჩევს მოხუცი და ყოველ წამს ახსენებდა ერთი და იგივეს, რომ სასმელის მიღება უნდა შეეწყვიტა. ანტონისთვის მისი ეს მოქმედება აუტანელი შეიქნა და მეზობლისთვის და თავის კეთილი მსურველისთვის რომ არ ეწყენინებინა, კარებში უკეთებდა წერილს წარწერით, მალე მოვალ და სახლიდან გადიოდა ასე უაზროდ, დაეხეტებოდა აღმა მთვრალი და არ უნდოდა მისი იმის გაგონებაც კი, რომ ისევ იმ ძველ შფოთიან ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. მას ფიქრები აღარ აწუხებდა და ამისათვის მშვენივრად გრძნობდა თავს. ასე გავიდა 3 თვე,
და გრილი ნიავის თანხლებით შემოდგომაც შემოიჭრა საქართველოში. ერთ საღამოს ანტონი საკმაოდ მთვრალი მიადგა თავის სადარბაზოს, ფიქრობდა როგორც სხვა დროს ახლაც ფეხაკრებით ასულიყო კიბეებზე, რათა მოხუცს არ გაეგო მისი მისვლა. ცალი ხელით ჯოხი დააბჯინა პირველ საფეხურს, ხოლო მეორეთი კიბის სახელურს დაეყრდნო. მიუხედავად ორივე მხრიდან ასეთი საიმედო საყრდენისა, ვერც ერთი ფეხი ვეღარ ადგა ერთ საფეხურზეც კი. ბევრი იწვალა, მაგრამ ფეხების ოდნავ მაღლა აწევაც ვეღარ შეძლო. ცოტა ხნით გვერდით გადგა და დაისვენა. ამ ბოლო დროს კი უჭირდა კიბეებზე ასვლა, მაგრამ ჯოხის დახმარებით მაინც ახერხებდა 4 სართულის ავლას. ახლა კი 3 წლის შემდეგ ერთი ნაბიჯის ადგმაც კი ვერ მოახერხა. სხვა გზა არ იყო. ისევ გარეთ უნდა გასულიყო, რადგან ხალხი დაიწყებდა სადარბაზოში დინებას და არ უნდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში ენახა. როგორც იქნა გავიდა ქუჩაში და გაჩერდა. ვერ ფიქრობდა, სად შეიძლებოდა წასულიყო, რადგან არავინ არ იყო მისი მშველელი. სწორეზე სიარული ჯერ კიდევ შეეძლო და ამიტომ მცირეოდენი ფიქრის შემდეგ გეზის სასაფლაოსკენ აიღო. ცოტა ხნით იქ ჩამოვжდები, ამასობაში დაღამდება. ხალხის დინებაც შემცირდება და მერე კვლავ შევეცდები. გაიფიქრა და ჯოხის დახმარებით გზას გაუყვა. კიდევ კარგი რომ სასაფლაო ახლოს იყო, თორე ნამდვილად ვერ მიაღწევდა იქამდე. მანძილის ნახევარი უკვე გავლილი ჰქონდა და ერთ ვიწრო და მშვიდ ქუჩაზე ჯოხით მიკაკუნობდა, რომ ერთ-ერთი სახლის პირველი სართულის ღია ფანჯრიდან საოცრად აჟღერებული როიალის ხმა შემოესმა. ანტონმა წვალებით მოუჩქარა ნაბიჯს და სახლს რომ გაუსწორდა, ფანჯრის შიგნით მჯდარი, ასე 15 წლამდე გოგონა შენიშნა, რომელიც ამ შესანიშნავ ინსტრუმენტზე ჩაიკოვსკის შემოდგომას ასრულებდა. ტანზე აბურძგლა. ამ ნაცნობმა და საყვარელმა მელოდიამ ანტონს და ელვის უსწრაფესად კუიბიშევში გადაისროლა მის გონებაში შემორჩენილი აზროვნების ყველა ნაწილი. სხეულით აქ, ქუჩის ნაპირზე მდგარი, ჯოხზე დაეყრდნო, ხოლო გონებით კუიბიშევის ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე აღმოჩნდა, სადაც სწორედ ამ მუსიკის ფონზე კაციასთან გონებაში სამუდამოდ აღბეჭდილი პირველი ღამე გაატარა. ქუჩაში საოცარი ჰარმონიულობით ისმოდა მუსიკის ხმა, რომლის პარალელურად სავიჩევი გულზე მიხუტებულ თავის ოცნების ქალთან დაუვიწყარ ვალსს ასრულებდა. ამასობაში სასაფლაოზე მდგარ ასწლოვან ხეებს ბინდბუნდის ნიავმა წამოუქროლა და მათ ტანზე ასხმულ, გასაცვენად გამზადებულ გადაყვითლებულ ფოთლებს ყველა მხრიდან შეუტია. ხმელი ფოთლები მწკრივად ეფინებოდა მიცვალებულთა საფლავებს, როცა მის ბილიკზე სახე გაბრწყინებული ახალგაზრდა გამოჩნდა. მისი გამომეტყველება იმას მიგვანიშნებდა, რომ მას ცოტა ხნის წინ დიდი სიამოვნება უნდა ჰქონოდა განცდილი, რომლის კვალიც ჯერ კიდევ არ იყო მთლიანად გამქრალი მისი სახლიდან. ის მექანიკურად მიიკვლევდა ჯოხის დახმარებით გზას და ფიქრებით სულ სხვაგან იმყოფებოდა. დედის საფლავამდე რომ მიაღწია, მაშინღა იცვალა იერი და იქვე ახლოს გამართულ ხის სკამზე ჩამოჯდა. ნინა მაქსიმეს ასული ბერდიევა ეწერა შავ მარმარილოს ქვაზე, საიდანაც შესანიშნავად ამოტვიფრული და თითქოს ცოცხლად წარმოდგენილი მაქსიმოვნა შემოგცქეროდა. მის დაბლა კი იყო ასეთი წარწერა თანამშრომლებისაგან. ანტონი ამ ადგილზე მხოლოდ 3 ჯერ არის მოსული. პირველად მეზობლებთან ერთად, რომლებმაც აჩვენეს ეს საფლავი, მეორედ როცა ამოთხარა და მესამედ ახლა. გასაკვირი ის ნამდვილად არ იყო, რომ სავიჩევი აქ არ დადიოდა. მას არ სჯეროდა დედის გარდაცვალება და აქედან გამომდინარე
საფლავსაც არ აღიარებდა. გასაკვირი ის იყო, რომ ახლა რა მოიყვანა აქ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უმიზეზოდ ბუნებაში არაფერი ხდება, ამის მიზეზსაც შევიტყობთ, თუ ბოლომდე მიუყვებით მის კვალს. საფლავის გვერდით უცხო მამაკაცმა ჩამოიარა და ანტონს საღამო მშვიდობისა უსურვა. ანტონმა იგივე სურვილით უპასუხა, მადლობის ნიშნად თავი დაუკრა. ეს იყო და ეს, მალევე დაღამდა და იმ არე-მარეზე აღარავინ გამოჩენილა. დარჩა სავიჩევის სკამზე ჩამომჯდარი და ფეხებ მტკივანი. მას აღარც ფიქრის უნარი ჰქონდა და აღარც განსჯის. სკამის გვერდით მდგარ ხეს ხრით მისწოლოდა და თავი მიედო მასზე. თვალებს აჩვევდა კუნაპეთ ღამეს და ხის ტოტებს შორის მოელვარე ვარსკვლავებს აკვირდებოდა. სამოწმენდილი იყო და ბუნება მშვიდი, თუ არ ჩავთვლით მის უსტებულ ნიავს, რომელიც ხანდახან სახეზე თუ მოელამუნებოდა ანტონს. სავიჩევმა ფეხები გაშალა და უფრო მოხერხებულად დაჯდა. სიმთვრალიდან ჯერ კიდევ არ იყო გამოსული და ამიტომ სერიოზულად არ აღიქვამდა თავის მდგომარეობას. დღეს ბევრი სიარული მოუხდა და ძალიან იყო გადაღლილი. მისი აქ მოსვლიდან 1 საათიც არ იყო გასული, რომ რაღაც მომენტში თვალები მოხუჭა და ხეს ზურგით უფრო თავისუფლად მიეყდნო. სულ მცირე და უაზრო ფიქრების შემდეგ ჩათვლიმა. ერთი მხრიდან თავისი ხელჯოხი ის მოხერხებულად ამოიბჯინა, რომ მძინარემ გარკვეული დროით რაღაც სასწაულად წონასწორობა შეინარჩუნა. 12 ახალი გადაცილებული იყო. აკანკალებულს რომ გამოეღვიძა. წამოდგომა და ფეხის გამართვა სცადა, მაგრამ ნაბიჯების გადადგმაც გაუჭირდა. ეჭვი არ იყო, რომ სახლამდე კი არა, სასაფლაოს კედლებსაც ვერ გასცდებოდა. მას უკვე ძალიან უჭირდა მოძრაობა და ისევ სკამზე ჩამოშდა. აქ ჩააფიქრა საკუთარმა ფეხებმა, მაგრამ ტანში ამტრევდა. აკანკალებდა და ფიქრის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. უცებ იაზრა, რომ პიჯაკის შიგნითა ჯიბეში ხვალისთვის ნაყიდი კონიაკი ედო სწრაფად ამოიღო. თავსახური მოხსნა და რამდენიმე ყლუპი დალია. 2 წუთში იგივე გაიმეორა და კანკალით შეუჩერდა. ისევ ახედა ცას, ისევ უაზროდ დაატრიალა თვალები და როგორც იქნა, ამ ყლუპებით სმამ კარგად შეათრო. აი აქ კი გაახსენდა ის ღამე, საფლავი რომ მოთხარა და შიგმიცვალებული ნახა. ფეხზე წამოდგა და საფლავთან მივიდა. თვალთა ხედვა იმდენად ჭირდა, რომ 1 მეტრში შეეძლო მხოლოდ ადგილის მინიმალური ფონით განსაზღვრა. ანტონმა საფლავის ქვა გაარჩია. შავი სილუეტი შავად წარმოდგენილ სივრცეში, სანამ დღის შუქი იყო. ხომ დაინახა ქვაზე გამოსახული დედის სურათი და ახლა გვარიანად მთვრალმა იფიქრა, რომ დედა უყურებდა ძალიან ახლო მანძილიდან. იქნებ მართლა აქ ხარ დედი და მე ვერ შევძელი შენი ამოცნობა. იქნებ ტყუილად გელოდი ამ წლების განმავლობაში. ვინმე ტყვის ამას და ვისგან გავიგებ ამის შესახებ სიმართლეს. ანტონს თვალებით სრემლებით აევსო. რა დავაშავეთ ამისთანა, ასე რომ გავიწირეთ? ამდენი წლები აქ არ მოვდიოდი, იმიტომ რომ არ მჯერა შენი სიკვდილი, მაგრამ მეორე მხრივის ხალხი მაფიქრებს შენ საფლავს ვინ სუulis. რა გზას დავადგე უკვე აღარ ვიცი. სავიჩევი არეულ აზრებს თავს ვერ უყრიდა და რას ამბობდა თვითონაც არ ესმოდა კარგად. ამვაი ვაგლახში დაათენდა თავზე და დილით ადრე იმ კაცმა მოიარა საღამოს რომ მიესალმა. მამაკაცი შორი ახლოს გაჩერდა და სკამზე მისვენებულ ანტონს დააკვირდა. შემდეგ მიუახლოვდა და როცა უკვე თავს წამოადგა, სავიჩევმა მაშინღა შეამჩნია. გამარჯობა შენი. გაგიმარჯოს, დაუბრუნა მისალმება ანტონმა. კი, მაგრამ ღამით აქ იყავი? წავედი აქ დაგტოვე და მოვდივარ და აქ ხარ. კი, აქ ვიყავი. სახლში ვეღარ წავედი. ამოილუღლუღა სავიჩევმა. აქ როგორ გაზელი მთელი ღამე ან და ვის საფლავზე ხარ მოსული? უთხრა კაცმა და ნინა მაქსიმოვნას სურათ შეხედა. ეს ქალბატონია აქ დაკრძალული? იკითხა უკვე გაოცებულმა და საფლავთან უფრო ახლოს მივიდა. როდის გარდაიცვალა?
ან შენი ვინ არის ეს ქალი? დედაა ჩემი, ჩაილაპარაკა ანტონმა. რით დაიღუპა? კვლავ იკითხა კაცმა. არც არავინ იცის, მე ჯარში ვიყავი და მისი დაკრძალვიდან 3 თვის შემდეგ გამოთავისუფლეს. დანანებით თქვა ანტონმა, რას არ მოვიდგენდი, რომ ამ ქალბატონს ასეთი რამ მოეწეოდა, აფსუს, რა დიდებული და ძლიერი ქალი იყო. მამაკაცი სავიჩევს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა. მე მჭედელი ვარ და ოთარი მქვია. ანტონი შეაგება თავისი ხელი სავიჩევმა. სასაფლაოს ტერიტორიაზე მაქვს სახელოსნო, განაგრძო კაცმა. თითქმის ყველა მიცვალებულს ხედავ, ვისაც აკრძალავენ და ეს როგორ გამომეპარა, წარმოუდგენელია პირდაპირ. ცოტა ხანს თუ მეწვევი სახელოსნოში, ერთ ამბავს მოგიყვები, რომელიც ახალგაზრდობაში შემემთხვა და სწორედ დედა შენმა მიხსნა მაშინ სიკვდილისაგან. ანტონი ჯოხის დახმარებით ძლივს წამოდგა ფეხზე და მჭედელმა რომ ეს შენიშნა, ხელი მიაშველა და ასე დახმარებით მიიყვანა სამჭედლომდე. დილით ცოტა ციოდა, ამიტომ მასპინძელმა ღუმელი შეანთო და იქა გვერდით დაუდგა ანტონს სკამი. აქ რასაც უყურებ, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. უთხრა მჭედელმა და მაგიდასზე საჭმლის დალაგება დაიწყო. სუფრის გაშლას რომ მორჩა, უკვე შემთბარი ანტონი მაგიდასთან მიიწვია. ეს ჭაჭის არაყია, თქვა მჭედელმა და ჭიქები შეავსო. ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, წარმოთქვა მასპინძელმა და ჭიქა გამოცვალა. დღეს აღარ უმუშაობ. იმდენი საქმეც არ მქონდა. არა უშავს. საქმეს ხვალ მივხედავ და დღეს დავლიოთ. ანტონმა როგორც კი შესვა არაყი, მჭედელმაც გააგრძელა. დედაშენის გარდაცვალება ძალიან მეწყირა. რა ამ სიტყვის პასუხია, მაგრამ შენი ნახვა კი გამიხარდა. სულ ფიქრობდი, ნეტავი სად გაქრა ეს ქალი მეთქი. მოდი, მეორე ჭიქა მისი შესანდობარი ვთქვა და თან მოგიყვები იმ დაპირებულ ამბავს დაახლოებით 17 წლის წინ რომ მოხდა. მჭედელმა მეორე ჭიქაც გამოცალა და ანტონს დაელოდა სანამ ისის დალევდა. სასმელს თითო ლუკმა მიაყოლეს და მასპინძელმა დაწყებული საუბარი განაგრძო. ჩემს ბიჭობაში ერთი ავაზაკი ცხოვრობდა ჩვენს ქალაქში. თავისი ბანდა ყავდა და ვისაც გადაეკიდებოდა არ გაახარებდა. მე მითხრა ერთხელ თვეში 20 მანეთი უნდა მომიტანოო. შევშინდი და 3 თვეს ვაძლიე, რადგან ვიცოდი როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს. ზოგი უგზო-უკლოდ იკარგებოდა და ხალხმა იცოდა რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის უკან, მაგრამ შიში თქმას ვერავინ იღებდა. ბოლოს მაინც დახვრიტეს მკვლელობისთვის და ხალხმაც ამოისუნთქა, მაგრამ მანამდე ბევრი გააუბედურეს. მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მეოთხე თვეში ფული ვეღარ გადაუხადე და ერთ დღამეს სამსახურიდან სახლში რომ ბრუნდებოდი, მნელ ქუჩაზე დამხვდა 2 თანამზრახველთან ერთად. დანები გახსნეს სამივემ და დამიწყეს აქეთიკიდან ქნევა. აგერ ლოყაზე რომ პატარა შრამი მაქვს. იმ ღამეს დამისვეს აქ დანა. უცებ ბნელში ფეხი დამისდა და წავიქეცი. აბა ახლა დაემშვიდობე სიცოცხლესო, მითხრა იმ გარეწარმა და იმავე წამს მოხდა სასწაული. ვიღაცამ ქეჩოში წაავლო ხელი და უკან გასწია. სიბნელეში ქალის სილუეტი დავლანდე და დავინახე როგორ შემოუქნია იმ არაკაცმა დანა. სიტუაციის გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ჰაერში გაფრიალებული და აელვარებული დანას მოვკარი თვალი, რასაც მოჰყვა დარტყმისა და ადამიანის დაბლა დაცემის ხმა. იმ ორმაც იგივე მოიმოქმედეს და მათაც იგივე ბედი ეწიათ, ანუ სამივე თავდამსხმელი რამდენიმე წამში უკვე მიწაზე ეყარა. თავის სიზმარში მეგონა, ჩემი მშველელი რომ მომიახლოვდა და წამომაყენა, მაშინ მივხვდი რომ გადარჩენილი ვიყავი. ასეთ რამეს ფილმებშიც ვერ ნახავ კაცი. გამოცანად დარჩა ეს ყველაფერი ჩემში. მე რომ მომხედა, ახლა ისინი ააყენა ფეხზე და უთხრა, ეს ბიჭი ჩემი ძმისშვილია და ამას რომ ბუზია უფრინდეს, იცოდეთ, ვერსად დამემალებით, გიპოვნით და სათითაოდ, ჩემი ხელით ამოგგლეჯდ გულსო. ის დღე იყო და რომ დამინახავდნენ უკვე მერიდებოდნენ. მან სიცოცხლე მაჩუქა და იმ შარს ამაცილა, აი რით ვარ დავალებული მე მისგან და რა გვაკავშირებს ახლა მე და შენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, უკვე ადვილი წარმოსადგენია ჩემი დამოკიდებულება შენდამი და ყოველგვარი შესავლების გარეშე გეტყვი, რომ ჩამთვალე უფროს ძმად. ყოველთვის გახსოვდეს, რომ რასაც ახლა გეუბნები, ბოლომდე შევასრულებ ამ სიტყვას, თუმცა არ ვიცი, დაძმები გყავს თუ არა.
არავინ მყავს ერთი მოხუცი მეზობელი ქალბატონის გარდა თქვა სინანულით სავიჩევმა, მაგრამ მას პინძლის მიმართ კმაყოფილების ნიშნად მოგრძალებით გაიღიმა. ეგ არაფერი, ჩათვალე რომ იმ ქალბატონის შემდეგ მეც შენი ახლობელი ვარ. ახლა კი, რადგან უკვე გავერკვიეთ ურთიერთობაში, მაინც მორიდებით კითხავ, ფეხებზე რა გჭირს? ფეხების სატკივარი ჯარიდან მომყვება, იქ მიღებული ტრამვაა. დაგიზიანდა? არა, გამიცივდა. ესე იგი, მოგეყინა. თლათ მოყინვა არ იყო, მაგრამ დიდხანს მომიწია ცივწყალში დგომამ. გასაგებია თქვა მჭედელმა და წამიერი ჩაფიქრების შემდეგ განაგრძო. მერე ასე რომ გიჭირს სიარული, ექიმთან რატომ არ მიდიხარ? აზრი არა აქვს, ჩაილაპარაკა სავიჩევმა. რას ლაპარაკობ? ახალგაზრდა კაცი ხარ და ასეთი რამის უყურადღებოდ დატოვება როგორ შეიძლება? ხელი ჩაიქნია ანტონმა. ეს მაშინ არ შეიძლება, როცა შენ ცხოვრებას ინტერესი აქვს, თორემ თუ წინ არაფერია, არავითარი ავადმყოფობა აღარ საჭიროებს ყურადღებას. აბა დავნებდეთ და თავი მოვიკლათ, გაოცებით თქვა ოთარმა. ანტონმა ჭიქები არყით შეავსო. წუხანდელ უძილოს აშკარად ეტყობოდა, რომ ძილი ართმევდა თავს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ეპოვებოდა ამძნელად სამართავ მოთხოვნილებას, რადგან ასეთი ძვირფასი ადამიანის გამოჩენით გამოწვეული სიხარული მასში უკვე ყველა გრძნობას აჭარბებდა. შეიძლება ითქვას, რომ ანტონი ამ ქოხის ტიპის შენობაში მჯდარი, ყველაზე ბედნიერი იყო ჯარიდან დაბრუნების შემდეგ. ის იმდენად განიცდიდა ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს, რომ აღარ სურდა არსებული სიტუაციის დამთავრება. ოთარ, ჭიქა აიღო ანტონმა, მადლობელი ვარ შენი, რომ ასე მარტივად მაგრძნობინე, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს გააბედნიეროს სხვა. მადლობელი ვარ, რომ დედაჩემი ასეთი კუთხით გაიხსენე. ბედნიერი ვარ, რომ მისგან დახმარებას ასე აფასებ. ძალიან გამახარა იმა, რომ გულწრფელი მეგობრობა შემომთავაზე. რომელიც დაფუძნებულია შენში სამუდამოდ დარჩენილ მადლიერების გრძნობაზე. და ბოლოს, ბედნიერი ვარ კიდევ იმისათვის, რომ ბედმა ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი განსაცდელი ჟამს შენთან შემახვედრა. ანტონმა ძლივს მოუყარა თავის სათქმელს და ასე დაამთავრა. მოდი იმ ბედნიერებას გაუმარჯოს, რომელიც ასე იოლად შეგვიძლია ერთმანეთს მივანიჭოთ. იცოცხლე და გაგიმარჯოს ღმერთმა. ამ ძვირფასი სიტყვებისთვის უთხრა ოთარმა და ჭიქა მიუჭახუნა. პატარა წახემსების შემდეგ ოთარმა განაგრძო საუბარი. სულ მაინტერესებდა რა პროფესიის იყო ქალბატონი ნინა, მაგრამ ამას როგორ გავიგებდი, მით უმეტეს მას შემდეგ აღარსაც შევხვედრივართ ერთმანეთს. დედმამა არ ჰყავდა და ინტერნატიდან სამხედრო სასწავლებელში გაუგზავნიათ. იქ კი ხომ იცი როგორ ავარჯიშებდნენ ადამიანებს და იქიდან მოსდგამდა ეს ფიზიკური ძალა, თორემ ქალაქომში მუშაობდა პარტიის ხაზით მთელი ცხოვრება. მასეთი ფიზიკური შესაძლებლობები თუ ჰქონდა, ქალს არ მეგონა. სანამ ცოცხალი ვარ ის მომენტი და მისი ელვისებური მოქმედება, რომელსაც თვალს ვერ მიადევნებდა კაცი, არასოდეს ამოაჩა იმ მეხსიერებიდან. კი გეთანხმები, ფიზიკური შესაძლებლობები ძალიან დიდი ჰქონდა. სიცოცხლის ბოლომდე ყოველდღიურად დარბოდა 5-6 კილომეტრს და დარბაზშიც ვარჯიშობდა საღამოს. ოფიციალური ქაღალდი გვამცნობს, რომ გულით გარდაიცვალა, რომელიც მე ნაკლებად მჯერა, იმიტომ რომ მას გული როგორ მოკლავდა, ჩამოსხმული ფოლადივით იყო. აბა, რა ვითარებაში გარდაიცვალა, არავინ იყო მნახველი? დაინტერესდა ოთარი. ჩემთან იყო ჯარში მოსკოვში და იქიდან რომ წამოვიდა, იქვე დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში დაემართავა გულის შეტევა. საოცარია, თავი გააქნია ოთარმა. ყოველ შემთხვევაში მე სიმართლეს არავინ მეტყვის და უნდა დავჯერდე იმ ფურცელს, რომელსაც ექიმი აწერს ხელს. თქვა დანანებით ანტონმა და ღამით შეციებულ ტანში ოდნავ გააკანკალა. ეს არ გამორჩენია ოთარს, რომელიც ფეხზე წამოიჭრა. ღუმელთან მივიდა და ნახშირი შეუმატა. ახლა კარგად გახურდება და ცოტა აქეთ მოიწიე. უთხრა და თვითონვე მოეხმარა გადაადგილებაში. სავიჩევი ღუმელის გვერდით კარგად რომ მოთავს და ინტერესით მომზირალ მასპინძელს და ამავე დროს ახალშეძენილ მეგობარს ჯერ თვალი თვალში გაუსწორა, შემდეგ მცირე
ხნით კიდევ აწონა სათქმელი და მხოლოდ ამის მერე მიმართა. რაც დედაჩემი აღარ არის, ყველა ერიდება ჩემთან ურთიერთობას, მათ შორის ბავშვობის მეგობრების. მე არ ვიცი რით არის გამოწვეული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი რამის გამო შეიძლება იქცეოდნენ ასე. ალბათ ნინა მაქსიმოვნას ასე თუ ეცარდა დაუსაბუთებელ გარდაცვალებას პოლიტიკას მიაწერენ და ჩემთან ურთიერთობაში ხელისუფლებასთან პრობლემებს ხედავენ. აი ეს არის რაც მინდოდა შენთვის მეთქვა. შენ ეს უნდა იცოდე ოთარ, თორემ ჩემი მხრიდან ცუდად გამოვა შენ რომ მართლა პრობლემებს შეხვდე. მე თვითონ ასე არ მგონია, მაგრამ რა იმასე ფიქრობს ყველა შენც უნდა გცოდნო და ამის შესახებ. წარეთ ჩაიღიმა ანტონს და ხელები ღუმელზე მიაფიცხა. მე მჭედელი ვარ და სულ არ მაინტერესებს ხელისუფლება. ისინი ვერც ჩინმენდლებს ამყრიან და ვერც თანამდებობას დამატოვებინებენ. სახლიდან არავინ გამაგდებს და მასეც რომ იყოს, სადაც არ უნდა წავიდე ხელობა მაქვს ისეთი, ყველას რომ სჭირდება, ასე რომ შენ მაგის დარდი არ გქონდეს, რომ პრობლემა შევეყრები შენს გამო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადამიანებს გვაქვს რაღაც ვალდებულებებიც და მოვალეობებიც, რისთვისაც ჩვენ ამ ქვეყნად მოვედით. მჭედელი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად ვიცი ანტონ. ამიტომ ერთი წამიც კი არ ვიფიქრო მაგაზე. გახსოვდეს მხოლოდ ის, რომ მე რაც თავიდან გითხარი, რომ ჩვენ დღეიდან ძმები ვართ, ნამდვილი ძმები. სავიჩევმა მოზღვავებული კეთილი გრძნობების შემოტევას ვეღარ გაუძლო. თვალში ცრემლი მოაწვა, თავი დახარა და იდაყვებით შემთბარ მუხლებს დაეყრდნო. უკვე შემთბარ მუხლებს დაეყრდნო. მის აზროვნებას საკუთარ წარმოდგენაში ორი ადამიანის სახე წარმოეჩინა და გამალებით ცდილობდა მეგობრობისთვის შექმნილი ყალიბის მათზე მორგებას. ერთს უმალ მოარგო, ხოლო მეორე ვერაფრით მოაქცია ამ ყალიბში. გული დასწყდა, მაგრამ რეალობას ვერ გაექცეოდა. მისი მეგობარი ერთი საათის წინ გაცნობილი ოთარი აღმოჩნდა და არა ბავშვობიდან მასთან ერთად გაზრდილი ბონდო. დიახ, ანტონს ახლა ამ ადამიანის მეტი დუნიაზე არავინ მოეძებებოდა და ეს მისთვის პირდაპირ ბედის წყალობა იყო. ამდენად იმის დროც მოვიდა, სავიჩევს ეთქვა და გაემხილა თავისი მთავარი გასაჭირი, რომ სახლში ასვლა მას უკვე აღარ შეეძლო. მან წუთის წინ ცრემლით შესველებული თვალები შეუმჩნევლად გამოიმშალდა, სუფრის შელამაზებით დაკავებულ ოთარს 7 ხმით მიმართა. მე კიდევ ერთხელ გიხდი ყველაფრისთვის მადლობას და ვაღიარებ, რომ შენი სახით შევხვდი სხვებისგან განსხვავებულ პიროვნებას. ვხედავ, რომ შენ საკმაოდ გახსნილი ადამიანი ხარ და იმის გამო, რომ არც მე მქონია ურთიერთობაში უკან მოტოვებული რაიმე, პირდაპირ მინდა გითხრა ჩემი გასაჭირი. ანტონმა უკანასკნელი გადამოწმების მიზნით საბოლოოდ შეავლო თვალი მისკენ ინტერესით მომზირალ ოთარს, რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ის მეგობრისთვის ყველანაირ სიძნელეს შეებმებოდა. ამის შემხედვარეს სავიჩევის დაღლილი გული კვლავ სიამოვნების ელექსირით შეივსო და უფრო გაბედულად განაგრძო. მე სახლში ვეღარ შევძელი ასვლა და მართალი გითხრა, აღარც მინდა რომ ვცადო ეს. კორპუსში ცხოვრობ? კითხა ოთარმა. კი, მიუგო სავიჩევმა. რომელ სართულზე? მე-4-ზე. მერე რა პრობლემაა? ერთ მხარეს მხრით ამოგიდგები და ასე ნელა ავალ. წამოდგა ოთარი და მინავლებულ ღუმალს ნახშირი კიდევ შეუმატა, რადგან გარეთ ცოტა წამოწვიმა და ცივი ქარის ენებმა შემოაღწია ოთახის ღრიჭოებიდან. არა, იქ მისვლა არ მინდა. ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც ხელები გაასავსავა ანტონმა. აბარას იზამ და სადგა დგაათევ ღამეს, კვლავ კითხა ღუმელთან ჩამოხლულმა ოთარმა და ანტონს გაუცებით შეხედა. აქ გავჩერდებოდი თუ შესაძლებელია. მით უმეტეს საწოლით დგას, ჩაილაპარაკა ანტონმა. რას ლაპარაკობ, კაცო? წამოდგა ოთარი. აქ როგორ უნდა გაზლო? ლოგინი არაგია, ზედ და არაფერი. ეგ გათხელებული ნაბადი გდია და ეგეც არ იყოს, უამრავი ღრიჭოებია ფანჯრებზე დარჩენილი. გამორიცხულია, აქ ვერ გაძლებ. ან რაზე ვლაპარაკობ? მე აგიყვან ძმაო სახლში და ყოველ დღე მოგაკითხავ. არ მიგატოვებ, ექიმსაც მოგიყვან და თუ საჭირო გახდება სტაციონარშიც გადაგიყვან. ნუ გეშინია, ყველაფერში მხარშია მოგიდგები, არაფერს მოგაკლებ. ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი მესმის და ჩემს გასაჭირზე შენი ასეთი რეაქცია ძალიან მახარებს, მაგრამ მე გადაჭრით არ მსურს ჩემ ეზოში დაბრუნება და ამ ფორმით მეზობლების ხილვა. კიდევ ერთხელ გთხოვ, თუ შესაძლებელია აქ დავრჩე, მომეცი ამის ნება, რადგან აქედან გასულს ერთი გზა მექნება, დედაჩემის საფლავთან ყოფნა.
ოთარი მიხვდა, რომ ანტონი საკმაოდ მტკიცე ბუნების ადამიანი იყო და მისი გადაწყვეტილებას ურყევად მოჩანდა. ამიტომ ერთხელ კიდევ სცადა იქნებ აზრი შეეცვლევინებინათ და მას დაჰყოლოდა სახლში წასვლაზე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს თავის სახლში გადაყვანად შესთავაზა. მართალია მეც მე-6 სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი მეუღლე დასავით მოგხედავსო, მაგრამ ამაზეც მოგრძალებული უარი მიიღო. ადგამჭედელი, სხვა რა გზა იყო და დაიბარა, ერთ საათში მოვალო. მონიშნულ დროზე ადრე მოვიდა და მატყლის ფუმფულა ლოგინი მოიტანა თავის თბილ გადასაფარებლებით. მას ფეხდაფეხ პატარა მისაბმელიანი მოტოროლერი მოჰყვა, ნახშირით დატვირთული, ასევე მოზრდილი ჩანთით პური და საჭმელ-სასმელი მოაყოლა და ანტონს განუცხადა, რომ მხოლოდ გვიან ღამით წავიდოდა სახლში და დანარჩენ დროს მასთან გაატარებდა. სამჭედლო ოთახი გვერდით იყო და იქ არანაირი ხელი არ შეეშლებოდა მუშაობაში. იმ ღამეს დაპირებისამებრ გვიან წავიდა ოთარის სახლში, ხოლო მეორე დილას 11 საათისთვის დაბრუნდა და თან ექიმიც მოიყოლა. ანტონ, მე და გრიშა ერთ სკოლაში ვსწავლობდით. მართალია მე მჭედელი გამოვედი და ეს ექიმი, მაგრამ სრულებით არ გვიშლის ეს ფაქტი ხელს, რომ ახლობლებად დავრჩეთ. როგორც უთხარი, რომ მეგობარი მყავდა ავად, არც კი დაფიქრებულა, ისე წამოვყვა. ახლა გაგსინჯავს და გვეტყვის რა უნდა გავაკეთოთ. ექიმმა ოთახი მოათვალიერა და ცოტა ხანს დაბლა იატაკის მაგიერ ადგილ ჩაღრმავებულ მიწაზე შეაჩერა მზერა. შემდეგ ანტონ შეხედა და მშვიდად კითხა, რა გჭირს მეგობარო? სავიჩევს თავიდან აშკარად შეეტყო, რომ ექიმის მოსვლა მაინც და მაინც არ ესიამოვნა, მაგრამ ზრდილობის გულისთვის პაციენტის პოზიცია იძულებით დაიკავა და მიუგო. ფეხებმა შემაწუხა ექიმო. რამდენი ხანია? იკითხა გრიშამ და ანტონისკენ გაემართა. ჯარიდან გამოვყვა, მაგრამ ასე არასდროს შეუწუხები ვარ. ითქმის, რომ ჯოხის დახმარებითაც ძალიან მიჭირს უკვე გადაადგილება. აბა შევხედოთ, უთხრა ექიმმა და ანტონის წინა სამფეხა დაბალ სკამზე ჩამოжდა. სავიჩევმა შარვლის ტოტი მუხლებამდე აიწია და ექიმს მიაჩერდა, რომელსაც პაციენტის ფეხების დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, რადგან შესიებულ კიდურებზე მოშაო და მოლურჯო ადგილები მრავლად მოსჩანდა. გასაგებია ჩაილაპარაკა ექიმმა და წამოდგა. არც ერთი წამის, წუთის კი არა, წამის დაკარგვა არ შეიძლება. ავადმყოფის სასწრაფო სტაციონარში უნდა იქნეს გადაყვანილი. ანტონმა უილაჯოდ ჩამოიწია ფეხებზე შარვალი და წინდების ამოცმა შეუდგა. რა ხდება? რა სჭირს? იკითხა ცოტა არ იყოს დაბნეულმა ოთარმა და გრიშას მიუახლოვდა. სათქმელი გითხარით, სასწრაფოდ სტაციონარში, გაიმეორა ექიმმა და თავისი ჩანთიდან ამოლაგებული და გამოუყენებელი სამედიცინო ხელსაწყოების ჩალაგებას შეუდგა. მე მეც ვერაფერს გეტყვი ოთარ. შეკრული ჩანთა ხელში აიღო და ჯერ გაოგნებულ ოთარს მიაშერდა, შემდეგ კი გასასვლელისკენ აიღო გეზი. აქ შევჩერდეთ ახლა და დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, მადლიერების გრძნობით. კიდევ და კიდევ გეტყვით ყველა იმ ადამიანს, რომელიც კომენტარების სახით მეხმიანებით და მამხნევებთ. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია, რომლებიც იწონებთ, რომლებიც ისმენთ. ყველა ღმერთმა დაგლოცოთ, განსაკუთრებით ჩემები, რომლებსაც ჩემებად მიგიჩნევთ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა განურჩევლად და რა ვიცი, თუნდაც კრიტიკული აზრით შემოვიდეს ჩემთან ადამიანი, იმასაც დავლოცავ. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, პირველ რიგში გაგიმარჯოთ თქვენ, ჩემებო. ნახვამდის.